გავიგე, შეიძლება რამსაკზე უბრალოდ გავუგოთ ერთმანეთს. არა, არ შეიძლება მოწევა. ნახე? არა და კიდია ვეწე. ბიჭო, მე რო ავდგე მე ნახო. მე რო ავდგე დაგას ეხალდელია, ბიჭო. მე რო დაგინა. შეიძლება ბატონო. შენ შემოგივლე? რა არ მოგეწონათ ხმა ჩემი ელიტარული. აქ არავის შეისაძიებით რუსულად რეონება. 27 91. ყველაზე ცუდი კიდე რა არის იცი? ქუთაისელი რო აკეთებს ქუთაისელის პაროდიას. ეგავი, ეს მოვა. იგი ვინა? ვიო? შენ სკამში ტრაკსტევ? აქეთ არ გადადიხარ? გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დაბრუნდა. ჩემი კადრზე ჩართო აჩიკო, ძალიან გთხოვ. ის სინემა კადრია? აი ეს ძალიან მაგარი მეგო. ეს არ ჩანს? აუ ძალიან კაია. არა, იყო საჭი, რა საჭიროა? რა საჭიროა? ის რო ჩაქრო, ისიც ჩაქრა. მეგობრებო, მოგესალმებით. ფუ პოდკასტი კვლავ დაბრუნდა. მე არა, ცუდათა ვარ მე. მე მოყევი კალა რატოა ცუდათ გთხოვ მართლა. ფუ პოდკასტი კვლავ დაბრუნდა, მახარამ ვერ დაიწყონა, C ვიტამინი მოუვიდა ძალიან ბევრი და ყავს სტუმარი, გიგა ტაბიძე იქნება დღეს ჩვენთან ერთად და იმედია გავერთობი და კარგ დროს გავატარებთ. გამარჯობა. მივესალმებით თქვენს მაყურებელს პირველი. შენ რამდენი ჭამე C ვიტამინი? მე რამდენი 2 შენ? ვა. აჩიკო ისე იყო რომ მიკროფონი კიდევ უფრო ახლოს? 6 და 2 გიგა კიდე 8. გიგა მიკროფონი კიდევ უფრო ახლოს. 10-მდე ხო შეიძლება აჩიკო? და დაბლა ცოტა. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. 10-მდე დაიწყო. 10-მდე რა? 8-ზე ვარ ხმა. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1. რასაც უწევს იმას დაბლატოვებს. აჩიკო მოათრია ჟელიბონი C ვიტამინი შეიცავსო და მე როგორც ჟელიბონი ისევ ჭამე. ეხლა ვარ ისა. არა, იცი როგორ ვარ, მართლა აი. არ გვაინტერესებს, ანუ სტუმარი იყოს, რაღაცას გითხოთ. ანუ არ გვაინტერესებს. მომითა. დააგვიანე 9 საათით. მოდი აქედან დავიწყოთ. და შენ ადრე მოხვედი, შეცირო 1 საათით. გავიგე. არა, კალა ისევ მახარა სალაპრობ, მოდი კიდე სტუმარს ვკითხოთ, რამდენად უყურებს ამ პოდკასტს, ეგ არის საინტერესო. ისე ბაკარას ელაპარაკები. ვუყურებ რა. რასაულებელია შენ თუ იტყვი რომ მე არ უყურებ, პირველი სტუმარი იქნება, ვინც არ უყურებს. არა, ნანახი მაქვს, ეხა ვერ მოვიტყუր. ნუნას ვაფშე ეხა რო ქაბატონო. ვიცოდი რომ მოვდიოდი, საერთოდ სრული გადაცემა ვნახე რამოდენივე და სტუმარი ვინყავდათ არ ვიტყვი რა. თვალები მაგით უკვე ჩასისხლიანებული. არა, 3 საათია მოვდივარ ქუთაისიდან თბილისისკენ და ცოტა მაგის პრობლემა. ქუთაისთან მოდიხარ ახლა პირდაპირ. კი ბატონო. როგორ მოგწონს გზები როგორ არის? მოიჭრა ხო გზა კარგად არის. ძალიან შევიწროებული კი არა და დამოკლებული. მოიც ქუთაისთან არ არის ეგეთი რთული ახლა. არა. ძალიან გამარტივდა, მაგრამ ის სურამის მონაკვეთი რო გამოიღეს, ძალიან დაამოკლე. ნაზუქის გარეშე მოდიხარ, მაგრამ სწრაფად. მე ახლა მგონია რომ გადავდით და მართლა ვიძახი. მართლა ხო? არა, რას გადაუც მე. არა, იქ ბათუმი ყ***ა, იმიტომ რომ იქ აროჩე გვირაბები, მაგრამ ქუთაისიდან აქეთ ხაშური ჩატა. ძალიან სწრაფად ხარ. ანუ გზაში ხო იმასთან შედა. მაგრამ მუცელის ბუყბუყით მოდიხარ. ეგ გზაში უყურებ. არ არის კვება. გზაშიც უყურე და მანამდეც უყურე რა. ხო მაგარი, აი მაგარი გადაცემა ხო, აი. ბიჭო, კი სხვათაშორის ძალიან ხალისობ თქვენს დაპირისპირებებზე რა. ხანდახან ისე აკრიფავთ ხოლმე. კი. აი საყურებელი ხო. არა, მართლა სერიოზულად. ვახალისოთ ეს კაცი და კალა შეეო. ადამიანმა. კაი ბოდიში ვარ მართლა. ძალიან ხშირი აგე მოდი აი. ძალიან ხშირად მეძახი და მართალია. უბრალოდ იმდენად მსგავსება რომ ფიზიკურად მიჭირს ხოლმე ის და ამიტომ ცალკე დავითა საწვალები და ცალკე კალას არის. ის მოიცა ჭრით? არა, ტუებს ადებს. ვსო. ეს დიტუ. გიგა, კომედიში აღარ ხარ ხო შენ კომედის პროექტში? კომედიაში აღარა ვარ. სერიალში. კომედიდან წამოვედი 2015 წელს. ხო, მაგრამ სერიალში ხო იყო? პირველად. სერიალს ვაკეთებდი კომედის იყო. კომედის არხზე ხო. უნდა გითხრა არც ყოფილა რა არას დროს. ეგ აღარ გზავდება? 2015 წელს წამოვედი. არა, მე ხო იყავი სკეჩებში კიდე, ნუ კომედი. სკეჩებში ვიყავი, ხო, მთავარზე. შეიძლება წინასწარ შოუში ვიყავი, მანდაც კარგახანია აღარა ვარ 4 წელია უკვე თითქმის. კომედიში ყოფნა როგორი მომენტია, იცი, რომ სულ გონია რომ ისევ იქ არის ადამიანი, იმიტომ რომ სკეჩები რო ტრიალებს იჭრება რაღაცა გონია რომ ეს ახლანდელია რა. უყურე საბედნიეროდ ჩემი პერიოდის სკეჩები. ისე ხშირად ჩემი პერიოდის სკეჩები ისე ხშირად არ გადის კომედი არხზე. აჰა. ანუ ტრიალებს, მაგრამ ნუ არ ვიცი, მე არ შემხედრია ყოველ შემთხვევაში რა. კომედი არხი კიდე არსებობს? კი.
მენახსი არ ვიცი. მე ნაციონალურია. რა პაიკითხა ხმეთო. ვაიმე. მაგრამ ბავშვობის მე არ გამიგია. კი, რუსთავი რომ მენამდენეს გიყელია შენ. 4-ზე გაქვს თუ 3-ზე? რუსთავი ორი. ტიპმა რა, აუ ბიჭო ტექნიკურად ბეცია მეთქი რო ვიძახი არ მიჯერებთ. ბიჭო, სხვა რაღაცა რომელ არხზე გადისვეთ კი მეგონა რა კომედი კლუბზე ამბობდით. კომედი არხი ცალკე არხი როა. უფრო ჩავიდა ხომაში. უფრო თქვა. მეგობრებო 32 არხზეა პოდკასტი გადართეთ, გვიყურეთ, გამოგვიწერეთ. ვიღაც ის რომელიღაც სოფლის თუ ქალაქის ტელევიზია გვეუბნებოდა რომ მოგვეცდო ეგ უნდა გაუშვათო. კი, თან მან ცენზურა ის არის მოხსნილია მაგ ქალაქში. მე მგონია რომ იქ ალა შენც ხო შემოგთავაზეს ორშაბათობის გაშლა. ამისი გადიოდა. მე კი არ შემთავაზეს, ჩემი ორშაბათობა აიღეს და გაუშვეს. კი. აი, პატვის რო გცემენ ეგ არის. მე მკითხეს თუ შეიძლება, მე უთხარი არ შეიძლება მეთქი. რა თავს შეგივარდა თქვი გენზელებელია თქო. რატო არ მინდა ბიჭო, აი თრიალეთზე რო გადიოდეს ეხა და გადიოდეს რა. არ მინდა შეჭე რა მინდა თრიალეთში ვიღაც პენსიონერები დაждდება გაგინებენ. მე ვისახი რომ ტელევიზია ყალა მეთქი და ჩემი პროდუქტი რო გადიოდეს ტელევიზიაში სრული აქსიომა. სრული აქსიომა. ასევე გენიალური ციტატება თქვა. სრული აქსიომა არის ეს. ის მუშაობს, C ვიტამინი. რა პაციფიზმია מחარ რა. პროსტა რო ისვრი. ან ბრუტალურობა რატო? კიდე ხო ფიქრობ. სრული აბსურდი უნდა გეთქვა ხო რაღაცა. უფრო გაგიხსნის. არ ვიცი ბიჭო მართლა აი ეხ შემა ანუ გონიათ რომ მაგრამ მე რაღა აი ისე ვარ რა თითქოს C ვიტამინი და ძალიან ბევრი და პირით მივიღე ეგეთი ის არ არის C ვიტამინი ახლა რომ პლაცებო მუშაობს ალბათ რა პლაცებო კი მაგ C რა ვიტამინის პლაცებო და უზილ სიტყვებს ნუ ამბობ ფაჩი შენ მართლა ახლა პლაცებო და ის დაბიწყი აქ ინაუგურაცია და რაღაცები თქვი კიდე ასევე გიგა არის პოკერის ლიგის ფინალისტი თქვენგან გასხოვებით თქვენ ორისგან მართლა ეგ არ ვიცოდი დიახ და ეს პოდკასტი რო დაიდება სავარაუდოდ დადებული იქნება უკვე ის ეხლა თუ გინდა ვიბაზროთ მაგაზეც იმიტომ რომ არა თქვა მე რამდენზე გახვედი ანუ ვინ მოიგო აი პროცეს ფუჩეჩი ვიდე შენ არასდროს არ მოგდის კარტი აი არასდროს რა შევთანხმდით რომ ახლა თამაში არ იცის მაგრამ ეგ ეხლა მაგაზე არ შეგვეწინააღმდეგო ეხლა მოუთმენელი შენ იცი პოკერი და ქალებისთვის მოგება იმის ჯოგბურთის მართალია მაგრამ მოუთმენელი ხარ მაგრამ ეგ არის შენი მინუსი რა მოუთმენ ესე დაგაკნინა წესები 1 საათი რო ზიხარ შეჩემა ტვინი გენება და მოია პოკერსაც დედის ზევიდან შეჩემა თუ ჩავატენიერებებზე შეყვარა მაგაშია საქმე რომ პოკერი მოთმინების სპორტი რა მოთმინება თუ არ გაქვს პოკერი არის შეცი აუ ეხა არ მინდა რა მაგრამ იქ რაც იგინე არ გეყო ეხა აქაც უნდა იგინო იქ ავიგინე არაფერ არ მიგინია აი კი არ ტეხავს ბიჭო რო არ იცის თამაში მოხდა არა ბიჭო ყალე და მამოპრო არ ვიცი მაგრამ ახლა სხვაშორის ორჯერ მისცეს შანსი მე ორჯერ ვიყავი გიყურე გამოვარდი ორჯერ დააგინა რომ ვინც არ მომიწვიოს და წაგებულების მაგით არ გააკეთოს და მომიწვიოს ვიდრე მეორედ მეჩქარებოდა ბიჭო რა ისეთ დროს დამიძახა რომ ხო და აი რაღაცა ფუშაგა კარგი მე თუ ხედავ რომ კარტი არ უნდა აი მე ვიცი მკიდია ხო ანუ თამაში ეგ სკილია ხო არ გაქვს ეგ სკილი არა ბიჭო 1 საათი რო ზიხარ კარტი აქ ხო და სკილია ეხა ვიღაცა შეუძლია 4 საათი იჯდეს თვალები არ დაეძაბოს და ითამაშოს ეგეც სკილია შენთან პოკერին ერთხელ მაგ თამაშები აქ და გადავგპატიჟე ბიჭებო გამოდით აქ ჩემთან ოფისში და დაგვამლეწე თავზე რაღაცები და წახვედი იმიტომ მაშინაც არ მოდიოდა შეჩემა კარტი და ტყუილა ვაგებდი სავით და თან მოგეცდუფლება რომ რიბაი გქონოდა და სულ ულიმიტო. უბრალოდ 12 საათს რო გადაცდა უკვე და ჩვენც აი ბოლოსკენ წავიდეთო, מחარ ბოლო რიბაიო და ოლინ შემოდიოდე. ეგ თუ თამაშის ცოდნაა, გუ გამოჩნდა ახლა პინგ-პონგის ტურნირი ჩაატარე, წააგე, პოკერში მაგარი ვარ, წააგე, რაში უნდა მოიგო, რა ტურნირში უნდა მოიგო. მე ჟელიბონის ჭამაში ჩაატარე. ჭამაში. პინგ-პონგის ტურნირში დაუთმე, ამის სხვა ვიტამინის. თხამ რომ მოიგო, იმას დაუთმე პინგ-პონგის ტურნირშიც და აი მის მე რატო თვითონ იძახის რომ מחარ მე რო ვეთამაშე შუაზე გამხიაო და რატო მე მგონი დღესაც ჩვენი მოგებული ტელეფონი აქვს იცი? იმიტომ რომ ქვეყანა ფულს იღებს შეხება ტელეფონში ფულს არის ხვის ღობესაში გამიკეთე ტრაქში ღობე რა თმინდა შეჭა ვინ შეეპარე თან შენ თავისთავისთაშე რეგო სხვა არ გადავიდე მეზობლის ბაღში ვარ ზოვოს მაგიტო იშენებს ღობეს შეჭემა აზე ეხა ბასტონი რეკავს და ბასტო მეუბნო ეხა ცუცხლოსანზე კოლაბორაციაო და მაგან არის რომ
ზვიჟდება კოლაბორაცია. ანუ მაგას გონია რომ ვა ბასტო რა მაგარია მე კონტენტს ავიღებ და შენ უფასოდ გაგიკეთებ. რატოგაც ეგრე გონია, ეგრე მგონი. მაგრამ კი მეუბნება რომ ფულს გადავიხდი, მაგრამ რომ მოვჭიმავ, თან ეხა მაგათ ფული აქვთ. კონტენტი არა აქვს, თორე ფული აქვთ. გიგასთან მაქვს ესეთ შეკითხვა რა. YouTube არხის გაკეთება ხო არ გიფიქრია ოდესმე და YouTube არხი გვაქვს. აი სერიალის. ოღონ ჩვენ როგორი იუთუბერები ვართ, იცი მე და თემუკა პაროლი არ გვახსოვს. ოღონ სრული ანუ ერთ სიტყვას არ ვამატებ. ეხა რაღაც სერიალის დადება უნდა თემუკას და პაროლი არა. პაროლი არ გვახსოვს და სავარაუდო ისინი მაქვს რა ვარიანტები და იმედი გვაქვს რომ იმით გავარტყამთ რა. ტელეფონი ხო გაქვს მითითებული იქნება გამოცვალოთ. ტელეფონი კი გვაქვს. მაგრამ ეგ იცვლება, ეგ პაროლი. მარკს რა ქვია? ანგავანი. დრამე დევს ხა? მე აი ბოლოს სერიალს რო ვაკეთებდით, მან ვდებდით რა. ანგავანი. კაჩკო, მადლობა რომ ეგეთ მომზადებული ხარ და ესეთი კარგი კითხვები გაქვს. არა, ძმაო, რა თქვა რომ მე ვასა მაგის ხურება და მაგიტო თორე. კი. გიგა, შენ სად უფრო კომფორტულად გზნობდი თავს, აი შენ ის რო ავიღოთ რა. კარიერა კომედიში, მანსანკანში, მე სერიალში, აი რომელია შენი აი რო გახსენდება რომ აი რა კაი იყო. პერიოდები იყო მანსანკანშიც კომფორტულად ვიყავი. იქაც ანუ რა როგორ გითხრა, აი ჩემპიონი რო გავხდი, მაგ პერიოდში ძალიან კომფორტულად ვიყავი და ეთყობა კიდეც მაგის შემოქმედებას მე რა. ძალიან კაი გუნდი ყავდა სხვადასხვა. კოზანოსტრაში იყო. ბოლოს მესამე წელი უკვე ანუ მესამე წელს უკვე როცა ჩემპიონები გავხდით, უკვე სხვანაირად გაზრდილები ვიყავით რა და ეგ მოქმედებს. და კაი გუნდი ვიყავით მართლა. იმის წინა სეზონებიც კაი ქონდათ. მეორეზე რო გახვედით. მეორეზე რო გავედით, ხო. იმაში იყო ის. 60-40-ზე. 60-40. მახსოვს უყურებდი და ძალიან კაი იყო. დონეც ეხლა ნუ მიცხენენ და ბევრად კაი იყო ვიდრე ეხლა. მანსანკნებს ნანახი გაქვს. კი, ხდება ხოლმე TikTok-ზე. ბოლო მანსანკანები არ ვარგა. მაგრამ ადრე კაი იყო, მართლა. კომედიშიც იყო ეგეთი პერიოდი, რომ აი რაც შენ გისწორდება რომ აკეთებ და რომ მოგწონს, იყო ეგეთი პერიოდებიც, მაგრამ საყვარელი სკეჩი რომელია შენი? შენ სადაც ხარ? აი ხას რო დიდი სიამოვნებით უყურებ და ის არ გაქრო? ქუთაისელებს ვაკეთებდით, აი მომპარავებს ვაკეთებდით, ბოლოს უკვე მთავარზე რო ვიყავით, ძალიან მიყვარდა მაგ სკეჩები. კრიმპოლის სკეჩები მიყვარდა ძალიან. ეგეთ შავებში რო ხარ და სხვა. ხო, ჩვენი ისა და რამოდენი 8 მაგაცებს ვაკეთებდით კიდე მე და თემუკა და ძალიან კარგი იყო. უფრო რეალიზმისკენ იყო ხო ეს ბოლოს სკეჩები? ხო, აი ბოლოს უკვე თავარზე თითქმის რაც გავაკეთეთ, რაზეც შემიძლია რომ ხელი მოვაწერო რომ აი დიდწილად ჩვენი ის არის მომწონ რა ვკითხე დავავიწყო ბოლოში. როგორ ხარ ქუთაისთან გზები როგორ არის მეთქი? C ვიტამინი ხო და მე მგონი ჩემთანაც გახსნო. არა, რომელი სკეჩია? ხო, რეალიზმის ელემენტები იყო. ძველი კომედი შოუ და შაბათის შოუ, აი გრიგოლია ის რო იხსენებს ხოლმე შპრიცები თუ რა. ის ხო აბსურდი იყო უფრო. ანუ ის ქარაქტერი რეალური პერსონაჟი დაფუძნებული არ იყო. და თქვენ უფრო სატირის ვერბალური ისინი იყო, შუხუმრობები იყო ძირითადად მაგ დროს რა, მაგალითად მე გავფრინდი მარსზე, ხო, რეალურად ხო ვერ გავფრინდები. რაღაცა მაგ მიმდინარეობა უფრო მეტი იყო. და აქეთ მე ამ თავარზე როცა გავდიოდით, იქ აი რეალისტური რაღაცები შემოვიტანეთ, რასაც ხედავდით უფრო ეგენი შემოვიტანეთ. ამ ქვეყანაში არ არის სატირის წერა რთული, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები ხდება, რომ მარტივად შეგიძლია. მე რას ფიქრობ, იცი რომ ძალიან კვირაში ერთხელ უნდა იმუშავა მაგაზე, ხო? კვირაში ერთხელ ძალიან რთული არ არის. ძალიან რთული არ არის, იმიტომ რომ ბოლოს რა პრინციპში კომედიაში პროფესიონალთან რომ მუშაობ რა მაინც გინდა თუ არ გინდა ადვილდება ბევრი რაღაცა. კი შეიძლება ხარისხი არ იყოს საბოლოო ჯამში ისეთი რომ აი ერთი თვე რო იფიქრებ და ერთ კვირას შორს ხო განსხვავება თავისთავად, მაგრამ 4 სკეჩიდან 2-ს მაინც კარგს გააკეთებ. უბრალოდ კვირაში 4 სკეჩი უეჭველი ასაწყობია, მე მგონია რომ ძალიან რთულია. მე გეტყვი რა არ რთულებს. მე ბოდიში რა შეხედე.
მე გეტყვი რა ართულებს უფრო აი კვირაში საკეთებებს გულისხმობ რა ართულებს მაგალითად თუ კიდე სხვა რაღაცა გადაცემებზე აქვს სამუშაო რაც ძირთად ეგრეა რაც ძირთად ეგრე იყო კომედიის პერიოდში ეგრე იყო რა ხა 15 პროექტი არ იყო მაგრამ 5 პროექტი იყო სამუშაო და ყველა ზოგი სად გადაისროლებოდა ზოგი ის აკლდება თავის რა თქმა უნდა ხო და ბოლოს აქ არ იყო ასე მთავარზე ხა მაგალითად მე მარტო სკეჩებზე ვიყავი რა ცოტა ხანი მუშაობდი ვანოზე და დავანებე თავი და მე სკეჩებზე ხო არ გიფიქრიათ მაგ პერიოდში ან ეხლა ან რა როდესმე მესმის რომ არის წარმოუდგენელ თური მაგრამ ყოფილიყო ლაივი იდეა ხო არ იმიტომ რომ ესენელი ლაივში სკეჩების კეთება ჩემი აზრით ცოტა რთულია და შეუძლებელიც შეიძლება იყოს ახლა რა ვიცი მაგრამ აი მგონია რა ბოდიში გაგაწყვეტინე აი ეგ ლაივი მაყურებელსაც აინტერესებს შენი შეშლაც საინტერესოა იქ ქერექტერის დარღვევაც საინტერესოა და მობილიზება ახალი ეტაპია მოდი ესე ვთქვათ რა ხო მესმის ერთჯერადად ანუ შეხედა ერთჯერადად შეიძლება ან რამოდენიმეჯერადად შეიძლება საინტერესო იყოს მაგრამ საბოლოო ჯამში გქონია რომ მოსაწყენი იქნება თქო არ მიფიქრია მაგ მიმართულებით რა არც უცდია ხო შეიძლება ვიღაცამ ცადოს რა იქ ხო იდეაში მოდი შევხედოთ თემა რო ყოფილიყო რომ ვიღაცა ლაივში გაშვებული მე მახსოვს რომ მიშამ შულდადის გადაცემა გადიოდა რაღაც პერიოდი ლაივში რომელიც პოლიტიკური რაც იყო ეგ სხვა ფორმატი არ იყო ვიღაცები შემოდიოდნენ ხოლმე ანუ შემოსულებიც იყო აი ფორმატი ცოტა სხვანაირი იყო ხო და ფორმატი თუ მოგცემ საშუალებას იქ შეიძლება რომ ლაივში გაუშვა რაღაცეები მაგრამ ჩაწერის დროს იწელება პროცესი ანუ აი შეშლები ხშირი არის ძალიან კარგად თუ არის ნარეპეტიციები, აი სანამ დაიწყება გადაღება, ძალიან ნაკლები არის რომ შეგეშალოს. ნუ შეიძლება ახლა ტექნიკურ რაღაცა ხმა არ არის ესენი გასაგებია, მაგრამ აი ძირითადად გაჩერებები ხდება იმის გამო რომ ვიღაცამ არ იცის ტექსტი. და არ იცის სად შემოვიდეს და სად გავიდეს. რო აჩვენებენ ანუ სუფლიორი ან არა, სუფლიორი კი არა, ბოლოს ხმა აღარ მყავდა თუ კაცი ხარ. მე რასაც გატყობდით, აუდიტორია არ ესწრებოდა, ხო? აუდიტორია არ ესწრებოდა და ეგ არის ყველაზე დამღუპველი რაღაც არა მარტო ამ საქმეში, ზოგადად როცა გაქვს შემოქმედებასთან და პუბლიკასთან ურთიერთობა. იმიტომ რომ წდები საერთოდ გარესამყაროს, რაც ჭირს დღევანდელ სკეჩებსაც და ჭირდა ამის შოუებსაც მათ შორის. ყველას ეგ აუდიტორია რო არ ყავს ავერტეს და ჰუმორობას რაზე გაეცინე. რატოს ხლებულში რომ გამოვიდეთ ახლა ჩვენ და ხალხი რო არ იყოს. ხო. მე რაც მომეწონება ჰუმორო აზრი არა. შეიძლება კარგი გამოგივიდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც რაღაცა შეიკრება და იმაზე გაგეცინება ან როგორ გითხრა რა, შიდა რაღაცა ხუმრობები იქნება, რომელიც მგონია რომ მოწყვეტილი იქნება ყველაფერს რა. ჩვენ ახლა პოდკასტის ლაივი რო გქონდა, აი აუდიტორიის თემამ ძალიან გაასწორა რა, იმიტომ რომ ნახვაც კარგად ქონდა, ხო ნახვები. ნახვებიც კარგად, მაგრამ მაგაზე მეტად იყო მე როგორ ვისიამოვნე, თქვათ, შენ როგორ ვისიამოვნე კიდე, ანუ შენ რო საქმეს აკეთებ ეხა შენ თვითონ იზრდები. იმ წამსვე გიფასდება. შენ თვითონ იზრდები. მოტივაცია, ანუ რასაც აკეთებ მე ძალიან მინდა რომ ვიღაცამ გააკეთოს ეგ SNL-ის live ფორმატი. აი პროსტა ცადოს რა. და ცოტა ხანი რა ფულზე ეცლაპარაკი. ვინმე თუ არიზავს, შეიძლება ჩვენ ვქნათ. מחר. ჩვენ რო ცადოთ არ გინდა? დავე. არა, მართლა რა. შეჩემა ლაივში არ უშვებ, ამას ის არა. სტუდიები ჩამეყარა. არა, מחר ტექნიკურად ხელწერილს წერს, რომ არ შევაგინებ ამას. מחר ტექნიკურად ვჭირდება პროს. შენ იქნები კადრს წინ. ჩვენ ვცადოთ, მოდი გინდა. ლაივში გაკეთებას იმ დონის ტიპი უნდა იყო, რომ ლაივშიც მოგდიოს მაყურებელმა რა და მე მგონია რომ დეკორაცია, ნახე, როგორც მინიმუმ დეკორაცია ხო უნდა აწყო. ანუ ერთი სტუდია და იქ შაბათს შოუში როგორც იყო რომ პროსტა მაგარიან დავდნენ რა CNC რუტერს ვყიდულობ. ვა, მე მგონი ეს უკვე საბოლოო ჯამში. მე მგონი უკვე რო გადაყიდო მე? არა. ცოტა თვალების იმდენად გამიწოდა ეს რაღაცები CNC რუტერი თვითონ მითითებულნებს გიჭრის რაღაცებს, გრავირებებს, რაღაცებს აკეთებს რა, დიდი 2 მეტრი. מחარ ძალიან პატივი იქცა რო იცოდე. ხო. სადღაც 3 წუთი ვლაპარაკობდით ისე რომ ის ჩუმად იყო. ან ესეთი რაღაც არ შეიძლება საინტერესოს მომდი რაღაცას ეგეც ხო ცოტა ამთქნარებდა, მაგრამ არა, ის რო თქვი რომ დეკორაციებიო რა, დეკორაციები არ ითქო, მაგით ეკოს გაგეცი.
აი ცოტა ხანი დავოცდი კიდე, შევხედავ და მე ჩვენ გავ. ეგრე დააცადე ნარდის ტურნირს და მავანმა მოგპარა. პოკერის ტურნირს დააცადე და მავანმა მოგპარა. მე მგონია რომ ძალიან გასოცხლებულს დავაცადეთ და ამათმა წაიღეს. კომედი შოუს რა დააცადე შეჩემო შენ გინდო და კურიერი ბოშლო რაოდის გეუბნები კურიერი გავაკეთოთ მეთქი. ჩემი შენ გინდო და გასოცხლებულის გაკეთება არ გადამრიო ეხლა. რა ერთი კაცი ხარ, გამოდი ხარ, რა უნდა აკეთო მაგრამ. შენ რა ბევრი ხარ, შენ ხარ და ზიგრი ეს დავარტყავდი იმდე და ზარს შეჩემა. და მე წინ ვინ იგდგებოდა? აჩიკო რა გამოვიდა. რაღაც ძმა რა მყავს? ძმაკაცები მყავს და ვინა? ბევრი. ვის მოიაზრებდი მაგ შოუში? ბიჭო, რატო გონია რომ მართლა C ვიტამინმა გამოგყავს? შენ ვინც გამოგყავს? ხო. ეგ ხალხი არის კარგი? აი არა, აი მაგისტრის კარგი რა. რატო? ქორო ავიყვანეთ. დენჯერ უნდა იყოს შენი ძმის ინდოეთთან გაიგივება და როდემდე უნდა ვიცინო. მე რამდენად უნდა გააკეთო ეს, რომ აი აგერ მომკიდე აგერ. ეგ ყოველ ჯერზე ხوار კიდია რაღაც. აი ეგ მე რა გააკეთო. რჩება პიროვნებები იცვლება, ვისაც მაგას ვეუბნები. ხვდები? ანუ რაღაცას ვცვლი. იქაც იცვლება რაღაცა, მაგრამ სიტუაციები. თვალებში მას სისხლი ჩამექცა წინას რო უყურეს ლუკა ინდუსი, აი სუდად გავხდი ჯერ რასისტული ის არის. ხალხო ძალიან კომენტარებში დააგვიქცეთ. თქვენი აზრი. აუბედურებაა მართლა. მაგრამ მასაკა შენ ხო თამაშობდი ისე? გპ-ში. იცი ესო? შერეკილებში ვიყავ. რა წლებია? ისო ძეძოთ. ვინ მოიგო? მაგ წლებში. ბიჭო ჩაუწყეს და ვიღაცეებმა მოიგეს. მოიცა შიდა იმას თამაშობდი თუ საქართველოს ჩემპიონატს? ჩემპიონატზე ვიყავით ჩვენ მგონი, კი არსო. სად? გპ-ში შენობაში. გპ-ში შენობა. წამყვანი ვინ იყო? აი გაბუნიას დროს რა, ეხა გაბუნია ხო იქ არის. აჰა. აი გაბუნიასთან ერთად ვიყავი ხოლმე გუნჩი რა. არ მახსოვ ხარ. მე მგონი ტყუილს აქ ადგილი თუ არა? არა. ცოტა ხანი იყავი. რაღაც მოჩი სკიპი მოვიყვანეს. სასამახსოვრებელი პერსონაჟი არ იყო მაშინ. არა, ხო თქო რა თამაშობდი. სკიპის მოკითხვა. არა, მაშინ სუპერებს თამაშობდი ხოლმე, ხო. ეხაც მაგას თამაშობ, პოსტა ფული გაქვს რა. დუტას ვაკეთებდი ხოლმე. ესე ჩუტკა იყო ხოლმე. აი კაც დუტა, აქაც ყველა ქალაქის შუტკა იყო ვაფშე. მერე? რაღაცაში იყო და მან ვაკეთებდი ხოლმე რომ შემოვდიოდი და იქაც დუტა თუ რაღაც. აუ როგორ მინდა ეგ კადრები რომ ნახო რომ თუ არსებობს რა. ვერ ნახო, არ ვიღებდით. აუ რა კაი מחარა რომ გამოდის და რა ვაკეთებს გაბზეეკილი. მე აგურს ვისროდი ხოლმე, ეს აგური იყო პენოპლასტი და იქაც ამტვრევდი რაღაცებს ანუ. არა, ვითომ მაშინებდი თუ რა. ბიჭო, ხო, ეგ პროცესი გისწორდებოდა შენ? ანუ წერა შუტკების თუ არა? ბიჭო, რომ მითხესო, მასაკაში იყავიო და ნიშას დაგიწერთო, ზარ მეკიდა მისწორდებოდა. ხუმრობებს წერდი? מחר. აბა ზითათი კაცეგე იმპროვიზაციაზე ბევრად კაი იყო ხოლმე რა. მე რომ გამოდიოდი ხოლმე მეუბნებოდი რომ ეგ ხო ის სიტყვა და მიდი უბერე რა. კარგია. ვა. კარგი, YouTube-ი რო არა, კარგი, თან გექნებოდა შენ. რატო? ანუ არ იყავი გამორჩეული პერსონაჟი. מחარას დაწერილი ხუმრობების სეგმენტი უნდა გაკეთდეს ცალკე რა. ამის რა ცუდი ხუმრობა. აი წინასწარო ფიქრობს რომ აი კრიჭავს შეჩება. აი გახსოვს დათვზე მოვყევი ისტორია. ბარსელონაში ყავით, თრალი ვიყავი და უცებ აი რაღაც დათვზე მოყოლილი გაკეთე ჩემთან. ეგ მე დავწერეთ კი. კაცი იარაღით რო შევიდა, ხო? დათვო და არ დამღუპოო თუ რაღაც, ეგა ხო? ხო და. აუ რა იდიოტობა იყო. ეგ რო დავწერე და მოვყევი, აი მე რა უხერხულში ვარდები, იცი რომ მე რა ხვდები რა ყალე, ეხა ვერ ხვდები რა ესე რომ ლაპარაკობ. შეიძლება ვიღაცა მიხვდეს მაგრამ მე თვითონ ვერ ხვდები რა. თქვი ან რაღაცა. იმიტომ გახურებული რა მაგრამ რო წერ ზუსტად ვიაზრებ რა დონის აი ჩემ დაწერილს რო კითხულობ, აი ფუშ აი ჩემი არ ვინ შევიშება რა კრიტიკული ხარ. ის რო არის რა, ღამის შოუები, აი ერთად აღებული რა, ყველაზე ცუდი რო აიყო. აი ხო ბევრი არა, ბევრი ღამის შოუ ხო იყო 200 წელი. ყველაზე ცუდი შუტკები რო აიყო, იმაზე 100 ჯერ ცუდია. რამდენჯერმე არის მოსული מחარა ჩემთან რა, ადრე საჭოებს რო წერით ხოლმე, რომ აი გუშინო ღამეო ფიქრობდი, ეს ხუმრობა მოვიფიქრებ რა. არა, რო გამომაფიქრდა, მაგრა ვიცინე შეჩემა. რომ მეუბნება მეთქია რა არის ეს შეჩემა. აი ხო, ეს 2 წუთი მინდა თქვენი ბაზეთ მე ხუმრობას მოვიფიქრებ რა. აი, მოდი. SNL-ის მერამდენი სეზონი დაიწყება 2025 წლის 4 ოქტომბერს. შორს ვინც იქნება, ანეკდოტი მოყვეს, რომელზეც არავის გაეცინება. SNL-ი რა არის? SNL-ის მერამდენი სეზონი. სათოდე შაბათ შოუ იქაური ამერიკული რა. მერამდენი სეზონი არის ეხლა. მე მგონი მე მომიწევს მოყოლს. მაგდენი რესურსი ფიზიკურად არ გააჩნია არც ერთ ტელევიზიას, ნუ იუთუბერებს არ გულისხმობ, რომ ეგ გააკეთოს. არ არის ეგრე. არ არის YouTube-ს აქ რესურსი. რანაირად? გასმე ლაპარაკებია.
შვილი ვიყო. რატო იცი? იმიტომ რომ მიდი კალა სხვაგან მიდის იმათი რესურსი. იმათი რესურსი მიდის უფრო არა ესე იგი აქვს შეჩემა. არა. აქვს, მაგრამ გასართობი ვინ არის? რამდენი კამერით იღებენ, იცი? აუციალ. თუ რა დავთვალოთ? რა რესურსი არა აქვს არა, შეჩემა. სხვა რამეს ვსახი. სურვილი არა აქვს. არა, მაგის და გაკეთებას. რესურსი და სურვილი გავს ეს სიტყვა ერთ. პირდაპირ კომუნიკაცია ხალხთან, აი ეგ არ არის ის პროექტი, რომ აი გამოვაცუდი. თორე ბაბლში გამოვაცუდი, თორე შუა ქალაქი არის, ხო, შუა ქალაქს ცოტა აკლდა, რომ მანდამდე მისულიყო, აი შესაძლებელი, იმიტომ რომ შუა ქალაქიც ეგრე იწერებოდა. სერიალი ლაივში ვერ ხო, გავა. მსგავსად იწერებოდა ხოლმე, პრინციპს ნუ ვიძახი. სკეჩს გავდა კი რაღაც. აქ, იმიტომ რაღაცები მოძრაობდა ისინი დეკორაციები. აქაც სავს პირიქით უფრო სასაცილო იქნება, მე მგონია, რომ YouTube-ზე დაბალი ბიუჯეტით გაკეთებული ლაივი ეგეთი სლე დეკორაციები რო გამოდის. ბევრად კარგი იქნება. აი, ხო, გავაკეთოთ מחר, გავაკეთოთ. დავა. შენთან ბევრი რაზმ. მე ერთ იმას ვიტყვი რა. მე მგონია რომ ეგ ლაივში რო ამბობთ რომ ასე გადის, ეგ ლაივიც დადგმული იქნება რა. რაღაც ამერიკელებს ეკრება. სუფლერს კითხულობ. და იმდენად მაგარი ტიპები არიან, რომ აი მგონია რომ ეგრე თამაშობენ და გაჩვენა რა, იცი? ტიპი რო თამაშობს, რა კამერაც უღებს, იმას სუფლიორი უყენიან, დარწმუნებული. არა, ტიპებმა დაიწყეს რომ ფურცლები ეჭირათ. კი. מחר როგორ კამერაში არ იყურებიან. იცი, ცოტა გამაღიზიანებელია. არა, მაგრამ ეგეც სასაცილოა. ანუ მე და შეხო დიალოგი გვაქვს ხა. და מחר, აი, სულ ესე იყურება. ხანდახან შეიძლება ამოხედოს ამასაც, მაგრამ შენ რო გელაპარაკება, იქ იყურება რა. კიდევ ლაივშია. ძალიან სასაცილოა იგიც რა. ხო და ესე კითხულობს თუ რას ამბობს. კითხულობს, ხო, სუფლიორს კითხულობს. მაგრამ თემა რო იცი? ლაივია და ამ ლაივში რაღაცები ხდება ხოლმე ხანდახან, რაც ცალკე კონტენტია რა. ხო, გასაგები. მოულოდნელი ახლა რაღაცა უხერხული მომენტები, სიტუაციები. ხო ეხლა ჩაწერაზე რაღაცა რომ მოხდება, ვიღაც სიტყვა გადაუბრუნდება ვიღაცას ანუ არის რა SNL-ის ცალკე ბლუფერები ასე ვთქვათ ლაივის ერთ სიტუაციაში ხდება თუ გადადის ეს არა, ერთ სიტუაციაში ხდება ის ხავთ მაგარი სკეჩია რაიან გოსლინგი ყავთ უცხო პლანეტელებზე როა ეს რაღაცა რომ მოიტაცეს თუ რაღაცა სამნი არიან და ეს რაიან გოსლინგი ყდება ბიჭო ანუ რაღაც მომენტებში ცუდად აი მართლა გენო ცუდად არის აი უნდა რომ მოკვდეს და გავიდეს მაგრამ ლაივია და ვერ გადის და თვითონ ეგეც არის კონტენტია ცალკე სკეჩი შეიძლება რა თქვა რომ აი სასაცილო და რაღაც არ არის მაგრამ პონტი რო იცი რომ ამათაც ეცინებათ და ეს ყდება ხო ეგ თემაა უკვე რა რაღაცა ის იყო ვიღაცა უნდა შემოვიდეს რა სცენარში იყო რომ სირბილით უნდა შემოვიდეს და რაღაცა უნდა უთქოს შემორბენისას წაიქცა ფეხი დაუსრულოთ რაღაც და აი ეგ სიტუაცია იყო რომ ისინი გატრიალდნენ რომ სიცილი არ შეთხოვოდათ მე თავს იკავებდნენ კაროჩე ოჯახი დავარქვა და სამზარეულოში ვითარდებოდი რა არა სცენის შეგიძლია შეცვალოს რა თითო ლაივი ერთი არა შეხვარ გამო რა უნდა შეცვალო შეჭება რა უნდა იყოს ერთი სამზარეულო მეორე კოსმოსური ხომალდი მესამე ტყეში მეოთხე თლიანი ის უნდა აწყო მაგას ამობ შენ ოღონდ ერთ ლაივზე ტყე იმენატყია თუ აი დეკორაციული ტყე რა არა ძალიან კაი ძალიან კაი ნუ YouTube-ზე შეგვიძლია რომ არ იყოს ეგეთი კარგი თითო ლაივი თითო სიტუაცია გარემო არის კაი ხო მოიცა რომელიც მერამდენე სეზონია ვთქვათ ერთიანად უნდა ვთქვათ მოიცეთ არ ვიცი მე და ანუ მე რამდენი გამოდის 4-ში აი მოიცა ანუ ამერიკელები თუ მოყვებიან აი დავაი 3 ძახართ ერთიანად 3 2 წავიდე 50 აუ 6 ამბობდი წავედი 6 თქვი ხო 6 ვთქვი ყურადღებას არაზია საუბარი სწორი პასუხია 51 ო ანუ 50 წელი აკეთებენ რა წლებით გადავიდა მოიც შენ რა თქვი ვერ გავიგო მე 40 გიგა ეხა ანეკდოტი უნდა მოგვიყვე რომელზეც არ უნდა გაგვეცის თუ გაგვეცინა პირველი რაც გამახსენდება იმას მომყვები რა დავაი სანცუდია ალბათ მაგრამ მე მეცინება ხოლმე რატო არ ვიცი კაროჩე ბავშვი მოდის შეჯიბრიდან შემოდის სახლში მიაგდებს ჩანთას და დაძდება დივანზე ძალიან ცუდ ხასიათზე და მამა გამოხედავს რა და რა გჭირს ცურვაში ქონდა შეჯიბრი ბავშვსა და რა გჭირს და შეჯიბრი ქონდა და წავაგეო რამდენი კაცი იყავით? არა, მე რამდენი გახვედიო და 79-ზე. რამდენი კაცი იყავით? 70. კიდე კაი არ დაიხჩვი შენი დედა ეს ბოლოში თოდა. გაეცინა. კიდე კაი არ დაიხჩვი. ანუ 70-ზე დაიხჩო? ხო, რაღაცა არა, იმან რა კითხვა, ანუ 70.
არა, მინდა ანეკდოტი ბოლომდე გავშალო ეხლა, რომ აი არა მე 75 ვარ დაიხო. სიტუაციაზე წარმოვიდგენ ხოლმე რაღაცნაირი მამა და შვილს და მეცინება და რატომ მეცინება არ აი ეგ არის სხვათა შორის. კილოთი წარმოვიდგენ ხოლმე ეგ როგორ ეტყოდა მამა და ძალიან სასაცილო. ვაფშე მაკილოზე უნდა მომეყოლა ახლა ეს, მაგრამ რატომღაც გამოვასხატო დაიხჩვი და ეგენი. საერთოდ მე მგონია რომ ადამიანს რაღაცაზე რო არ ეცინება, ხანდახან თავისი ბრალია. კი არა, ხშირად. ხშირ შემთხვევაში. ეს სიტუაცია რომ მოარგო სერიალს, სადაც მამა იქნება რაღაცა პერსონაჟი. მაგიმით უყვები რა. ხო. და მე მაგითო ვამბობ რომ მეცინება თქო რა. სცენარულად სასაცილოა თუ ეს მამის ხასიათში ეგ იუმორი ზის ცოტა რომ ეს შეგვიძლია პულტი ხელში და როგორ ეტყვის ხო რომ აი როგორ ეტყვის გააჩნდეს დაღლილი ეუნება რომ აი შენი გა თუ იდე კაი ესე თუ ეტყვის არ არის სასაცილო სუსირზე როგიდია შვილი 60 მეტრზე გავა თუ პირველზე რა დაახლოებით ეგეთი მამა წარმომედგენ და მეცინება რაღაცას რო უყურებ შენი რაღაცები უნდა დაამატო იმ ისტორიას თუ სკეპტიკურად დაჯექი აი ხა მიდი გამაცინე არა შენ შექმნა სამყარო მიკრო სამყარო ახლა მაგას აზრია აბა შეკითხვა გიგას. დიახ. გვითხარი სამი საჭმელი ობიექტი, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოს ქუთაისში ჩასული სტუმარის. ერთს გამოვიცნო. ხო. ერთი ვიცი, ორი. გასაგები არ ვიტყვი მაშინ იმ პირველს, მაიცა მეორე სადგეთდება კარგი რაღაცები. მე ქუთაისში საფახმელიოს გეტყვით, კარგს. ოღონდ სახელი არა აქვს რა, სასამართლოსთან უნდა ჩაუხვიო. სახელი არ შეიძლება არ მახსოვს. რაღაც სახელი ექნება, უსახელო. კაუჩე სასამართლომდე სანამ მიხვალ, უნდა ჩაუხვიო ხელმარჯვნივ და კარგი რაღაცები კეთდება. საფახმელიო. და მესამე არ მინდა რომ სკული დავწყვიტო ვინმეს. მე ქუთაისში გემრიელად ვერ ავჭამე. ნუ ვიკენდი. მე დარეკე. მესამე რესტორანში ვიყავით რა. მე გემრიელად ვჭამე ძალიან. რომლებში იყავ? აბა მითხარი თუ გახსოვთ. ოპა. ხიდთან როა? ხიდთან ბევრი რამეა. აი რო გადახვა რაღაც ცოტა ის ხიდია, სუფთა ხიდია რა. არა, ის შუშის ხიდზე ვიყავით, შუშის კი არა და თეთრით. თეთრ ხიდთან ვიყავით, ხო? ხო. ნიჭესაც ნიჭერა ისა. და ვერ ჭამე გემრიელად. ბიჭო, აი შენ მოგიკვდი მე. ხო, არა, ისეთი არა. ისეთი აი მე მგონია არა ისტორია აკლია ხოლმე რესტორნებს რა აი ბიკენტიაზე იმდენი გაქვს მოსმენა რომ მიდიხარ სულ ცუდი მოიტანონ მაინც გემრიელად ჭამ რა იმიტომ რომ ბიჭო მაგრად ასწორებს ფეხზე დგომა აი რაღაცა ეგ ის რა ფეხზე რო გახარ და ჭამ რაღაცა ისა რა სხვანაირად გერგება ერთი და ხო რაღაცნაირად განსხვავებული რო არის ხინკლე გაასწორებდა ეგეთი აი ლუდი, ხინკალი, მიხვედი და იყო ეგეთი სახინკლეები. სასოსისე ხო არის ეგეთი. სასოსისე ნახავ. აი მან და რა უყოფი ვარ და აი ძალიან გემრიელი მესამე უნდა მე რაღაც ვიდეოდეს კაცი უნდა რამდენი მოგართოთ თუ იმან 80 ლარიო რა და რა ჯამო. ძვირია ხო? როგორც ვიცი ძვირი არის. ვეგავი. იმიტომ რომ ეს ატრაქციონის ეფექტიც აქვს, რო აი ტურისტული თემა რა. უნდა ჩახვედი და გიმოგზაურე დროში, რომ წავედი და ეხა აღარ ხდება ეს და ჭამ ფეხზე რა. მესამე ობიექტი. მესამე მაშინ ერთს დავამატებ აი ხიც რო გადახვალ წეგან შე რო ამბობდი მინები რო ჩაგვიდო ბარემ პირდაპირ ჟოლებში ეგეთი უბანი ხო ის არის მანდ გახსნეს ჰოტდოგი არის ძველი გემოქვია თუ რაღაცა კაუჩი რომელი ვაიბი აქვს იცი აი ჩვენი ბავშვობის პერიოდში სკოლაში როცა ვიყავით წინ დგებოდა ჰოტდოგები დგებოდა რა აკეთებდა რაღაცა ის ხახვი და მწვანილი რო ხვდა ნოსტალგია ქვია იმ ადგილს რა ხო და აი რაღაც ზუსტად იმის გადმოტანა გააკეთა რა ასე ვთქვა და გავს რა იტოქში რა მიდიხარ ის ძველი გემოდა რაღაც ის დოგვი არ არის მაგრამ პეტრუშკა ზემოდან ბევრი ხახვი და ესე აი ძალიან ჰოტდოგის კეთება არ ვიცით ბიჭო რა ცუდია შენ ყველგან ჰოტდოგი ჟამხალმე ხო იმაზე სტადი აუ რა გამახსენე აჩიკო რო გავიდა და აღარ შემოვიდა საქართველოს თამაშზე მინდა აუ შენ რო მართო ტიპი სტორებს ოდებ უკვე როგორ მიხარია ბიჭო რომ ახარა წასულია და არა ბიჭო ისე ძალიან მეწყენეს ხალხი უკან მიდიოდა და იმის მე 9 გოლი გავიტანე ხო ვერ მივხვდი რა ჰოტდოგი ჭამე აჩიკოს თქო ორი ჰოტდოგი მაგრამშიო და ორი ჰოტდოგი წამოვიდა ჩემი იმეა პერფერატორი თუ და ამტორიო რა ეს აი ნერწყვი არ ამყოფნიდა რომ დამესველებინა ეს პური მართლა გეუბნე ობისგე ვაფშე ვის შემოგაქვთ ბიჭო ეგ თქვენ ხო აკაჩავებთ მართლა ეგ რანაირად შეიძლება 70000 კაც შეესთავაზო ეგ პური პროსტა სადაც პური ყავს აყვანილი რავი
დედასპურის დონეზე ჩემ და მოგაქვთ იმენა ხრონგი რაღაცა მაგის პური ჩვენი არსობისამდე აი ეს ხელს ვერ უჭერი ხო შეიძლება მოუჭირო ვერ უჭერი იგივე ანუ რა არის ეგ იმიტომ რომ ინდეში აგდებ მოიგე ტენდერი და მანდ გინდა რომ ბრახ თუ რა გინდა მართლა არა მართლა ვერ ვიგე ბიჭო დედა თუ მოიგე და გითხეს პური უნდა მოიტანო 20 დღის წინ ეპულს იგივე პური მოიტანე ბიჭო რა აზრია იმენ ნიკოლ შოუჩერდა ამახიე ანუ არა ბიჭო ვერ ვიგე მართლა ამეს ანუ პური ხო იყიდა მაინც ხო ძველი რატო იყო ბიჭო აბა წინა თამაშიანი იყო დარჩენილი შენახვის პირობები დაირღვა ეთქობა რამდენი ბულგარეთზე იყავით თურქეთზე ხო თურქეთზე იყავ ორივე განნაგავი იყო ბულგარეთზეც იყავი ხო ერთი ჩოთ მე გეუბნები ეგ პური არ იცვლება მაგ ხომაგებს ხوارი დექ შეჭი ხوار დახტუნავდი ეგეთ პური არ იცვლება თქო რა ხო მე ნახე კონტენტია წადი და ადგილზე ჩაწერე ისა რა ქვია რას ბიჭო არა მიჩვენე აქ არ უთხრა ერთი ჰოტდოგის პურის ჭამაზე ხა მივიდე და ვიდეოები ვაკეთო გას აქედან გეუბნები ძმაო რომ შემდეგში შევჭამე მაგ პურს მაგარი იქნება და არა ისეთი მაგარი რომ ვაუ აი მაგარი პირდაპირ გაგებით აღარ დაამტკიცა არა უკვე სხვანაირად დევი ლაპარაკებთ არა ბიჭო სოსისი თუ გემრიელი არის ეგ დედამო არა სოსისის დედა ბიჭო რა გინა სოსის მაგინებინებო იჟია ეს მართლა გულწრფელად არ შეიძლება ძმაო ეგრე ანუ პურთან არ გაქვს პრობლემა აუ პურ არა ძალიან ცუდი ობი კონდა შეჭე ანუ აჩიკო რომობს მე ვერ ეს ვიგებ სამლარიან ხიზილალაზე გაზრდილი კაცი რომობს რომ ცუდი პური იყო თამაში როცა ესე იგი ნუ მართლა არ იჭმეოდა ეხა ვიღაცა მეტყვის რომ შეჭემის ეკა თამაშს ბიჭო რა მნიშვნელობა აქვს ანუ ხო ლუდიც ნაგავი არის შენ მეტყვის ეხა შეჭემისა თამაში თამაში ეყავი რა გეჰოდოგებოდა მაგრამ ეს ცოტა რომ გავწიო არა ამოწრავე როგორია მე აი კინოში რომ მივდივარ ხოლმე ერთ რომელიღაც კავიაში ხოლმე ბარკლები ქონათ ხოლმე მე ამოიღეს რა ბარკლები სადნახე კავიაში არ ეკნებოდ გვერდზე არა იქნებოდა და შეგეძლო არა ეს ისინი სოფლის დედალი არა ჩიპსი კლეჩადი დორიტოსის ჩიპსი გუაკამოლე ნაჩოსები ის მექსიკური კარტოფილი და ბარკლები იყო ანუ ქათმისის იყო ხოლმე მაგიჩედი შევდივი აი შეჭემო აქ ბავშვი მიზახავე აქ ვარ და აი ესე ვიცოდი რომ აქეთ და მე ვასება რა კიშკაობის დროს თან მანდ რომ მოწევა შეიძლება აი იქოს კი ვეწევი ხოლმე მაგრამ მოფსმა რომ იაფსა სკამზე შეჭემა ეგეც რო შეიძლება არა მე რას ვეგებ სტადიონზე მოწევა არა სტადიონზე არ შეიძლება ეწევა ხალხი მე ვეწევი ხანდახან აი იცი რა რონ არა ბიჭო ნახე არ მოსულა ეგ არ მოსულა რატო არ მოსულა იმიტომ რომ ბევრი ხალხია ეგ და წუხდება ვინ წუხდება აი შე რო გაუკიდებ 9 კაც აბოლებ იმაში რა აა ბოდიში ხა რა ბოდიში არ უნდა შეიძლება გაუგოთ ერთმანეთს რა იმიტომ რომ რო ნერვი არა მესმის მე გამიგე რა ანუ მესმის ვიღაცას ასთმა გარე აქვს, ყაღარ ვიღაცას- ვეწევი არა ას გარე სივრცეში ვართ ეს არ არის დახურული სივრცე ხვდები ბიჭო დახურულია მანდ რო ეწევი ყველას ეგ ყვამლი ანუ არ ნიავდება მიდის ამ ხალხში ფერმუტელების უცხავი ალბათ არა ბიჭო მომისმინე ეს ძამი არა არ არის სწორი მოდი შევთვალე არა სწორი არ არის კაცო სწორი არ არის მაგრამ არის სწორი რომ იმდენად ნერვიობ რომ რაღაცა გჭირდება შეჭ აი მე მაგათ ჰოტდოგი რომ მოვჭი მე ვეღარაფერს აკეთებ და არა იმასაც გვაქვს მნიშვნელობა რამდენს მოწევ ხო ანუ აი 1000 ერთხელ აი ტაიმში რამდენს მოწევ ხომ არა ნახე შენ ერთხელ მოწიე მეორეჯერ შენ გვერდზე მოწია ვიღაცა გავიგე შეიძლება რამ საკეთე უბრალოდ გავუგოთ ერთმანეთს არა არ შეიძლება მოწევა ნახე არა და კიდია ვეწევი ბიჭო მე რო ავდგე მე რო ავდგე და დაგას ეხალდელია ბიჭო მე რო დაგინა შეიძლება ბატონო შენ შემოგივლე გაიგე არა ხო იტი ნახვი და ვარის პოს ტრაქში გაგიკეთებ შენ არავინ აი ეს ტიპი ეწევა თქო შენ არავინ გიქნები ხო და აი ესე ვთქვა ეს ტიპი ეწევა აი ეგრე და გაგაყურებენ და ამოგარკვანი ჰოტდოგს გარეთ შეჭამ სერემლები დაასწრელებ შენ ჰოტდოგს მაგპურს სერემლები დაალბობს და მე რბილად მაგას შეჭამ გეუბნები შეჭამ არა ბოდიში ვარშავებ და ძალიან გაუგოთ ერთმანეთს რაღაცა ერთი ხერი გითხარი ბიჭო ბიჭაკაცი ხარ და დადი იქით მოწიე ჯიგრულად გელაპარაკები და არა შემცა თამაშის დროს ბიჭო აგე ბავშვებით ავარდო ბავშვი სამოყვანილი ბავშვი თუ არის არ ვეწევი ხა ბავშვი რო გიცის გვერდზე ვერ შემდეგ თამაშზე ერთად რო წავიდეთ ბაზარი არა შემი წეგადერ თუ შეიძლება გავუგოთ ერთ ხერზე რა ხო შეიძლება თქვა კაი ძმა ერთ ხერი რო ნერვიობ არა უშო ჩამოწვა აქა ბიჭო არ შეიძლება მეგობრებო არამწეველთა საზოგადოებას მოგმართოთ არ ჯერ ერთი რა არის კანონით არის აკრძალული და რა ანუ ვიღაცაზე მეტი ხარ რო იქ ანუ ეწევი თუ დახურულ რა შენობაში არ არის მანდაც არის სტადიონზე არ შეიძლება მოწევა აწერია ნოუ სამოკი გარეთ რატო მოწევი ადგილები ჰა იქიდან სადმინის ბოლის
მარტაკა ნერვები სად ბიჭო შეგარეთ გასასვლელში ბოლოს სტადიონზე რო ვიყავი დედასპიცა ვარ ორი აი ეს შიგადაში ვიღაცები ეწეოდნენ და აი ეს ბოლი რა მოდიოდა აი ერთი 10 კაცს აი ეს ღრუბელიედო თავზე შეჩემა ანუ ესე კომპაქტურად რო ზიხართ ეხლა რას მეუბნე მე ვწუხდები თუ არა შეჩემა მაგას მეკითხები კი ვწუხდები რანაირად წუხდები ბიჭო აი ესე კარენი ხარ შეჩემა მუღამი კი არ მაგრამ შენ კარენი არის ბიჭო აქ რო გეხავთ გადა ქერენ აუ რეები უსწავლი ამას კარენა მე მგონა კარენა იცოდა კარენიც იცი ბიჭ გეუბნები ნერვიული სიტუაციაა და გაშლილი ტეტური ეს არ არის დახურული იყოს ვაფშე არ უწოდე მაგრამ თუ შეიძლება რაღაც აი არის მე არ გეუბნები რომ არ შეიძლება ოფიციალურად არ შეიძლება სტადიონზე მოწევა სტუარტს დაუძახე შემაკავებელი ფუნქცია უფრო აქვს ვიდრე აკრძალვა რა მე რა აკრძალული არის ხო აკრძალ შემაკავებლად დაუძახო სახოდდოგესთან სტუარტსო დაუძახო სტუარტს და უთხრა რომ აი ეს ეწევა თუ რომ ეს მოკიდებენ ესა და არა ის კაცი ვისაც შენაწუხებ მაგას არაკეთებს ძმაო ხო იმიტომ რომ შენზე შეგნებულია რაზეა შეგნებული ანუ სამსახურო მომავალობას ბროტად იყენებს თუ რა არა ვისაც აწუხებთ ხო არა ბიჭო იმიტომ რა პონტია ეხა უკაცრავად აი ეს ეწე ხო არ გეტყვის ბიჭო მაგდეს ხდება არა გავიგე მაგრამ მაგიტო არის რომ იმ ტიპმა გამიგო შენგან განსხვავებით გაიგე შესწირო არც მე არ მithქვამს არაფერი ერთი თავის ჭიქით თავის ყაფით ავიღე ჩემი ნაგავი ეხა აჩიკოს ავით ხვალ მოვანაგავებდი ავიღე ჩავყარე დავიღე კი კაია და იმ ხალხს ასე ყვამლი მოწმინდეს არა ბიჭო დუხი დაასხირო რაღაცა მომენტები ბოდიში რა მომისმენ ბიჭო ძალიან წეველები ისეაც ვიჩაგრებით თვითფრინავში თვითფრინავში დედისე რა კაი ისაც ვიჩაგრებით რა ვაიმე თვითფრინავში აი 14 საათი შენ არ დაფრინავ შეჭმა არ იცი რა არის ფრენა და 14-15 საათი რო გზაში ვარ მე ფრენა რომ ვერ ეწევი სუდათ ხარ რა მაგრამ ესე ცივცეში აი ხო შეიძლება რომ აქაც აი უნდა გავიდე ბიჭო მამაზინებ რა მესმის ანუ ცუდ რამეს ვაკეთებ რა თუ აი კიბის გვერდზე შეიძლება მოწევა არ შეიძლება მოსაწევებთან რო კითხე მოსაწევი ადგილები გიშვებენ გარეთ ნაგვისურნებთან არა გარეთ გადი და მოწიე იქი და ბოლიკ რატო არ შედის ბიჭო რანაირად ბიჭო აი ესე რო ზივართ ეხა ჩვენ სამი კაცი უკან და სამი კაცი წინ და აი აქ რო ვიღაცა ეწევა და მაგავთან რო ეწევა ერთ იგივია არა ცუდი არის მაგრამ იქ ხო გაივლი შენ იქ ოკეი ხარ რა აქ შეიძლება და კაი ვისუნთქებ აგას ვერ ვიგებ ბიჭო რატო ასიჩუმე რას ვერ იგებ გადამრიო ეხა სად გავივლი სად ნახე რა ჰოტდოგის ლიქშო ჩადგები შეყლეო ჩემთან ერთად იქ რო გავაფუილებ სუნი ხო მოგივა იქ ხო ვერ მეტყვი ნუ ეწევია არ ვიცი სად არის მოსაწევი ადგილები წერია სტადიონზე მოწევა არ ნახე შეიძლება რა გამოი ჰოტდოგების ადგილი სადაც ჰოტდოგები იყიდება მაგ ქუჩაშიო დავდგე და შენ გვერდზე მოუწიო ეს ხო მომჭამ არა საზოგადოებრივ თავშეღებებში ხო არ შეიძლება ქუჩაში შეიძლება ქუჩაში და იქ ამიგზალე კიდე სახში მაგას გეუბნები უნდა გავუგოთ შეიძლება ქუჩაში რომ მითხარ აქ მოეწევი ცოტა ვარ ჩავაქრო მაგის დედასაც რესტორანში მაშინ რესტორანშიც გავუკიდე და გაგი კინოშიც გაგიგებ არა კინოშიც გაგიგებ დახურული სივრცეა თქო მაგას გეუბნები ხო და სტადიონის დახურულია შეჩემა ნახევრად არის მაგრამ იქ ისეთი მომენტი არის ეგრე არ ნერვიულობ რა აი არის მომენტები რომ შეიძლება ცუც ვაკეთებ კიდე ვაღიარებ ცუც ვაკეთებ მეთქი ძალიან ცუც ვაკეთებ მაგრამ თუ შეიძლება რომ ესეთი მეპატიოს და აი რაღაცა 70000 კაცმა აი 70000 თუ ეწევით შენ ახლა ჩემი კიდე იქ არ ამწევ 70000 კაცი რო ვარ და 10000 კაცმა რო თითო ღერი მოწიოს ანუ სტადიონში გამოვა და ესე ყვამლი ამოვა შეჩემა მე დინამოზე ხარი იყო იქ რა ყვამლი ამოვა არა მაგრამ მე იმ ჰოტდოგების ჭამა თუ შეიძლება სტადიონზე ჩემი აზრით მოწევა აჩი შენ რომ მოწევის თიმში რო ხარ მესმის ეხა იმან დაიწყო მოწევა შეიძლება ვაფშე არა მე არ ვიცოდი რომ არ შეიძლება და მოწევა მეგობრებო გიგას გაუსწორეთ რომ თვითონ ფუბები მევასებო და სპეციფექტები თორე ეხა მახარა ჩემი ძმა არის რამდენი სახის შემოუბროლებია და არაფერი არ მithქვამს ბიჭო წერა ვიძახე ბოდიში ვიქი ვაკეთებ ეს თუ შეიძლება ერთ დღე რომ მაპატიოთ მეთქი და არა როგორ ვიტან ეგეთ აი რო ელოდები რომ კაი ძმაო არა უშავს არა და არა ვამყმა ბიჭო როგორ გამიტყდა ჩემი კარგი არა შეიძლება ძმაო კიდე არა ყვა ამაში ლუძიც არ უნდა შეიძლებოდეს იმიტომ ეს რომ დათორებია ავიცმო რა რატო არის სხვა თემა ჭიქებს იქტოვებენ ზედმასხავენ რა მე ერთი შევწუხდე შენ სკამში ტრაკსტევ აქეთ იქით არ გადადიხარ ამაინტერესებს ერთი რა მithwar მაწუხებ ხო იქ რომ ვიჯედა რა აი ზუსტად კიდევ ანუ სკამს არაცდები აქეთ იქით ხო აი ანეტაც ანუ მე მგონია რომ აქეთ აი ზუსტად შეკრება ეს ორივე სკამის ლაყუჩი ამოდებული
ანუ აი ყველას არა ხო შეიძლება შემაწუხოს მე და ეს რომ მადებს შეჭა მე მაგით შევწუხდე? ხო უნდა გაუთვალეთ რომ კაი ძმაო არა უშავს. მაგარი კუთხიდან დაიწყო სიგარეტის გაправება. ძალიან. აიქოსთან შეიძლება? აუ აიქოსის დედუი კიდევ ვერ ვეწევ სუდად თავხდები. ჩააგარა ვინც მოყველგან. მაცადე ხა 1 საათია მიჭირავს გაჩუმდი. რაღაცას დავიწყებ შეგთემა და ეგ დამავიწყდა რომ წეველების ადგილი რატო არა? კინო რატო არა იმ წეველების? საიდან დავიწყდა? ბიჭო ღია კინო გავიგო მარტო წეველი, აი წეველები რომ შევიდეთ, ყარდეს იქაურობა და შევიდეთ რა. წეველების კინო. წეველების კინო რო იყოს, აი ხო და რო ჭამერკი მოწევა მინდება თქო მაგას გიყო და ეგეც რო იყოს თქო იმ წეველების ჭამის ოთახი. აუ შეიძლება მე მგონი ზოგადად არ შეიძლება დახურულ სივრცეში ქვეყანაში გვაქვს ეგეთი კანონი რომ დახურულ რა შუაშია რაც არ უნდა ხანებეთ კომერციული სივრცე არის დახურულ სივრცეში არ შეიძლება ის შეჭან სპორტსმენობაზე თავსდებს ყოველ მოდის მედალი ახალი მედალი აქვს ჩამოკიდებული და მოდის და აპა იმენა ხვდება მოწევი კაცი გეხვეწე ერთხე შენი მედლები მოიტალე აქ და განვი Facebook-ზე რომ გამოჭევს ჩვენი წარჩინებული ჩოგბურთელი არჩილ ცენტრზე ტურნირის პრიზიორი გახდა და ეს მოღერებული სახით იდგა სიბერეში დაიწყო რაღაც ჩოგბურთის თამაში რა და ეწევა სიგარეტე არ გაუგდია ჯერ ნახე რამ ხელოპატევს შემოგვიგო რომ შენ მოწევა გინდა და ის ეწევა 50 თეთრიანი მედლები რო არის მაგის სუქნია მე ვერ გამაკვირებ მაგით სავსე მაგით ოთახი მაგნარი მედლებით ფასიც მოხ ფასია ყოველ შენ რა სპორტზე დადიოდი ჭიდაობა კლავჭიდელი 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 სუსტი ვიყავი მართლა კაი ლევანას უწევდი ხო ბავშვობაში მართლა ეხა არის მეგონი ჩემპიონი თუ რაღაც გახდა ხო ეხარას უწევ საგინა აღარ მახსოვს ხო არის ახალი ექსპერიმენტული სეგმენტი CNL Live აუ აჩიკოს ამდენი უფიქრია შემთხვევით აირჩევთ ფურცლებს სადაც პერსონაჟი და ხასიათია უსადამ ბოლოს ერთად აირჩევთ ადგილს დაიწყება სკეჩის გათამაშება მეგობრებო კრინჯის დოზისთვის მოემზადეთ C ვიტამინი მიიღეთ ერთი რომელიც გამომეც შენ ადგილას სტადიონს გავაკეთებდი უცებ შევცვლიდი ეხა ამას და მწეველი არა მწეველი ეს არის მახასიათებელი მაგრამ ის ვინც აუ მე მახარ წავიკითხოთ ხომ ახლა ვინ ვართ ხო აიღე ის რა მახასიათებელი სიტუაცია ეს ერთად უნდა ერჩი რა ანუ სტომარმა გიგამარჩიოს ხომ არა ეს თქვენც უნდა იცოდეთ ანუ ესეთი რაღაცა ხო არ ვქნათ რომ პერსონაჟები არ თქვათ თქვენ ცოტა მოვიპაროთ რაღაც ცვლებულიდან და გამოიცნოთ მე რა ანუ მიხვდი ეხა არ წაიკითხოთ რა მოგივიდათ რა ჩვენ ერთმანეთს გამოვიცნოთ და სეგმენტის ბოლოს ერთმანეთის გამოვიცნოთ რა არ მოვიცოდე ვინა ვარ სიჩი შენი იცოდე მაგრამ არ თქვა ხმა მაღლა მიხვდი პანაშვიდი დავაი რატო ჩააწვი და ბოლოს უნდა გამოვიცნოთ რა პერსონაჟები ყავდა რა რატო ჩააწვი და მახასიათებლები რა ყავდა რა გქონდა ფაი რატო გამარჯობა ფაი ხელი აუ ის არ ვინ ის ამოაგდოთ რა ჩოლებრივად ვიწრის არა ხელი აი მე აუ ბაბუ რა მოვიდა რა მოვიდა თებთ საიდან იცნობდით გარდაცვალს კითხოთ ერთმანეთს საიდან იცნობდით გარდაცვალს გარდაცვალს არ ქონდა ჩემი ვალი საერთოდ მოკვდა და ის რა ქვია რა არ ვიცი რა ვკითხო ანუ ვინ არიან ეს ხალხი რა იყო თქვენი ის ჩემი ჩემი ერთი რაც შემიძლია გითხრათ ვალი არ ქონდა წვანე სურუჩკა გაცვია ვალი არ ქონდა ამის არა ეხა უნივერსიტეტიდან მოვდივარ აი ესა მე ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა იმ მაგხელს დაგიბრუნებთ პირველად ნახე ბაბუ მაგხელა ადამიანი ყოჩა ჯიბებია აი შენ მივხვდი ვინ ხარ მალადეთ კაი מחარა თუ გინდა თქვი და გამოითიშევა מחარა რომ მიხვდებით გამოითიშევა ეს არის მოხუცი კაცონსაც უკვირს ყველაფერი всё ეგ არის מחარა
თქვენსაც რომ მიხვდება დანარჩენები მე თქვენს გამოიჩინებთ. ციკები აქვს ამას სერიოზული? არა, დავარტყავ ერთ წრეს. მიბრძანდით მე საქმე მაქვს რაღაც მეც უნივერსიტეტში ვარ გასასვლელი, იმიტომ რომ დავალება მაქვს გასაკეთებელი. მალე დაარტყით ეს კრუგი. კი, აი წავედი. რაღაცა ბიზნეს შემოთავაზება მაქვს თქვენთან. ბიზნეს შემოთავაზება? მე გაშავებული ვარ ბანკში. და ესა. მე მივხვდი. მივხვდი? თქვი ვინ არის? მოხვედით? დიახ. ნარცისია. ესე იგი აღებული მაქვს აღებული. მე მომიკვდეს ყველა მომიწყდეს. აი ეს მომიკვდეს, ეს მკვდარი მომიკვდეს კიდე ერთხელ რომ მე თუ ორ კვირაში ეგ ფული არ მოვიტანო. ორ კვირაში თუ არ მოვიტანო ეგ ფული. ანუ ფული გააქვთ? ფული როგორ არა მაქვს ეხა, მაგრამ სტუდენტი ვარ, გამოვედი და პერაშკზე და იმაზე ეგ თანხა მოდი ავდგეთ და ჩავდოთ. ჩავდოთ ჩემს ბიზნეს იდეაში. დამიჯერე არ წააგებ. აფერისტია, რომელსაც რაც მქონდა ყველანაირი თანხა ჩადებული მაქვს უკვე. ჩადებული მაქვს, კი, და თვითონ აღარ შეგიძლიათ რომ მოიძიოთ თანხა და ერთად გავაკეთოთ ძალიან კარგი ბიზნესი. გიგა ნუ მივული შოუდან, ანუ დაგიბრუნებთ ხო ორ კვირაში თქვენ ხა მეტი რა გავაკეთო? აღარ. დამიბრუნებ. ორ კვირაში მოგცემ, ნუ მივული შოუდან, კაი ხო? ვითომ ბიზნესი და რაღაცა არ მინდა ეხა ხო გამორთვეული მაქვს და მოგცემ. მე ვალე ხარ თუ ანუ თქვენს დაგიბრუნებთ და ამ ცხონებულსაც შვინს დარჩა. ყველას ვალი აქვს, ხო? და მე პერსონაჟი სტუდენტი არა. შიშარა ცოტა გულჩვილი. გულჩვილი სტუდენტი. კაი. და გიგა დაგვრჩა ეხლა. მე ვინ ვიყავი? გამოცნობამდე ოღონდ. ბიჭო, შენ ხო თქვი რომ ისო რა ქვია? ვიციო. ბანკირი. ჩემი ბიზნეს იდეა ვერ განვახორციელა, იმიტომ რომ ძალიან ადრე გარდაიცვალა ცხონებული. სკამერია? ბანკირი თქო და არაო. ბანკირი რანაირად? რა ბანკირი შეჩო? ესენი რეებია. ნარცისი თქო და არაო. ეგ מחარას რო ამოსვლა და ბევრად ორგანულად გააკეთებდა. იგას რაც ამოვიდა რა. საკუთარი თავი მოყვა? ის უნდა მეჭამა, ჟელიბონი უნდა მეჭა. უნდა გეჭამა ცოტა ბევრი რა. არ ვიცი ახლა რამდენად სწორად ვაკეთებ. ის გაქვს რა ქვია? მოთხოვნილება ნარკოტიკის მიღება. კაი, თქვი გიგა, თქვი. რა იყო? ბავშვობაში დაუვარდი ვიღაცას და ციკები მაქვს, ხო? ესე ხო იყო? ბავშვობაში დავარდი და იმის მერე ვერ ხარ რა. ეგ არის და პერსონაჟი არის. საიდან მივხვდი შეჯა ბავშვობაში ვის დაუვარდა და არა ბიჭო, ეს თამაში ისეთია რომ უნდა გწოდნოდა პერსონაჟები პირიქით. იმიტომ რომ იმის მიხედვით უნდა ვკითხო რაღაცა და ისე უნდა ვითამაშო. აზრი არა ხარ. მართალია. ეს სატესტო იყო შემდეგში შევცვლით. ამოიღე. შემდეგი თემა. ბოდიში რო ეს დაგახვედრეთ თავშის. კაი, შეკითხვა გიგას. კომედი შოუს მოღვაწეობის პერიოდში რომელი იყო შენი საყვარელი პერსონაჟი, რომელზეც ყველაზე მეტად გეცინებოდა? პერსონაჟი აჩიკომ ჩაშავა. ნებისმიერი ოღონდ რა. ისევ იგივე აზრზე დავრჩები, კრიმ პოლიციელს ვაკეთებდი და აი ქუთაისელების სკეჩებში რომ პრინციპში. აი, მაშინ, აბა ხა ის მითხარი, ყველაზე მეტად რომელი არ მოგწონდა. მე მაქვს რაღაც იდეა ერთი. ბევრია ეგეთი, რა ვიცი. რო აი ტვინი შეგიჭამეს მაგით. ხო, ეგ ხო ჭამენოდარი ხო სა. ჭამენოდარი არის ხო ეგეთი რომ ბიჭო, ეგეთი იმით არა ვარ რა, რომ დიდად უფრო ცუდი როლები მქონია და მაგიტო ალბათ რა. რომელი იყო უფრო ცუდი? აუ, არა, იყო, ეხა ბოლოსაც იყო აქ. მეც რას ვაკეთებდი? გორელს თამაშობდი სხვადასხვა თუ ქართლებს თუ რაღაცას თამაშობდი და ამასინაც შემხვდა ამომივარდა ისე მაშინ სკროლის დროს თუ რაც არის და სასწრაფოდ გავთიშე საშინელება. ეგ შენ დაწერე თუ მოგიწია? არა, მიბიძგეს და დამაჯერეს რომ ძალიან კარგი იქნებოდა და ვიცოდი რომ არ იქნებოდა კაი, მაგრამ რატომღაც გადავწყვიტე რომ შევსულიყავი. სხვათა შორის დასავლეთის მხარე. რატო ძალო რაღაცებს ვიძახილე? დასავლეთის მხარე. აი, აქეთ ამ მხარეს ვერ აკეთებს, როგორც აქეთ ამ მხარე, იქით ამ მხარეს. მაგი, შენ გონია მასე თუ არა, მე იგივეს გეტყვი მე.
შეაბა იმერელი ქენი ახლა. ხო და მაგას გეუბნები ჩვენ ქენი თქო იმერელი ვიო. მაგალითად მასია. და იქითაც იმიტომ რომ იმდენად გამჯდარი გაქვს შენ აქაური მხარე რომ გეხამუში ანუ სხვანაირ ბიჭო არა მე მაგალითად მაგრად кайფობ რა მე მეცინება კილოკავზეც მეცინება ხანდახანე პირდაპირ როიციან დაჭედება რაღაცა სიტყვის ხუმრობა მაგაზე ანუ кайფობ რა ეგრე არა ვარ რა ხო არა მეც кайფობ. უბრალოდ ახლა პაროდიას ვერ გავაკეთებ მაგას გეო პაროდიას ანუ მე რომ აი მაგალითად იმერელის პაროდია დამჭირდეს ხო მე ამ მგონია რომ აი რაღაცა ხო მესმის ხო ვერა რა აი რო ნანახი მაქვს როგორ აკეთებენ რო ხვდები რომ ეგ არ არის ანუ ყველა ჯახირობ რა ყველაზე ცუდი კიდე რა არის იცი სკეჩებში შეგხვდებათ ეგ ძალიან ხშირად ახლა და არა მარტო სკეჩებში უკვე იმაშიც რა ქვია პოლიტიკაში ყველა სოციალურ სივრცეში მასი არის რა აი მაგალითად ქუთაისელი რო აკეთებს ქუთაისელის პაროდიას აი ეგ არის სრული მარაზმი მეგობს რომელი კამერა მიღებს თუ ვინმე ნახავთ ამას ვისაც გეკუთვნით ეგ არის საზიზღრობა დანაშაულია და ადრე თუ გვიან მაგაზე ყველას მოგეკითხებათ პირობას გაძლევთ რა ქუთაისელი რო ქუთაისელის პაროდია რაში გჭირდება პროსტა რო ილაპარაკო ქუთაისელი ხო უტრირებულად ნე ხო უტრირებულად რაღა ანუ შეხედე ვიღაცამ დაამახინჯა თავის დროზე და ამ დამახინჯებული ეს კიდე მერე ვიღაცამ დაამახინჯა მერე ამის პაროდია ვიღაცამ გააკეთა და საბოლოო ჯამში მივიღეთ რაღაცა მუტანტი რომელიც სიმონ დამკვიდრდა ეგრე თუ იყო ხოლმე სიმონ იყო ალაგ-ალაგ ხმარებაში ახლა მე პატარა არა ვარ 2007-ში ჩავაბარე და მის მერე აქეთა ვარ იყო მაშინაც იხმარებოდა მაგრამ ეხა შემოვიდა რა ვიცი ვიღაცები ამბობენ აი რო გაგიკვირდება ისეთი ადამიანი შეიძლება მოაყოლოს რა საუბარი ქუთაისელის გაკეთება თუ გინდა სიმონის garaში ხო ვერ გააკეთებ და მაგას ეგ არასწორი ხوار არის მეთქი პაროდიაში რომ სიმონ პროსტა საიდანაც ხوار შემოვიდა თქო რა აი რაღაც თბილისელი ამბობს ბევრი ამბობს ტოს რო იძახდნენ თქო მაშინ ისე ხვდებოდა ხოლმე ეს ტო რო აი ვერ ვიგებდა ეხა აღვიდო ისე რა ხოაზე ისე ჩაივლის რომ ოაზე ხასი ხო ქუჩის ჟარგონია მაინც ძირითადად რა და არის მხდება რა ანუ ისეთი იტყვის რომელმაც წესით არ უნდა თქვას მაგრამ ამბობს რა რო არ ეკუთვნის რო თქვას ანუ ბრჭყალებში გეოგრაფიულ მდებარეობით რა ხო და რას ვამბობთ ან ქუთაისელი რო ქუთაისელის პაროდიას აკეთებს საშინელება აი ქუთაისელები ვინცა ვართ ყველა ცუდად რეაგირებთ აბსოლუტურად ვა რო ანუ ქუთაისის წარმოჩინება ხდება არასწორი კუთხით მე ანუ სადნახეს ავიცი ძმაო მე არ ვიცი ეს არ არის ფორმა რომლითაც შენ უნდა გააცინო ადამიანის არა მარტო ქუთაისელი ვინმე ნუ იქაც ეხა აქ ყავენში ეგენიც ვიცი ვინც დაამახინჯა და საიდან და ყველაფერი ვიცი მაგრამ საბოლოო ჯამში მინდა რომ ვიღაცას მივაწვდინო ხმა რომ ნუ აქ ქუთაისელმა მით უმეტეს ქუთაისელის პაროდია არ უნდა ქუთეის ვინც ამბობს კიდე შეგინებაზე რა ხდება ქუთეისი საშინე ჩათვალე რომ ქუთაისელს რო უთხრა რომ ქუთეისელი ხარო შეიძლება პირში აგინგრებს თავს მაგრამ 100-დან 99% გაგინებს გულში რა საიდან ქუთე პროსტა კილო კავის პონში ეს ქუთაისი ეგ შემოვიდა რაიაც არ არის ქუთაისური არა აი ავიცი ძმაო გაჭიმული კავენში კი აკეთებ ხო ეგრე რავა მაგერმა არაო ხო და აი მანდ მივდივართ რა ეგ გაღიზიანებს შენ მაგიზიანებს კი არა შეიძლება ავტომატია მაგის და ძალიან ცუდად ძალიან უტრირებულია კრინჯავსო თუ ის არ ვიცი ეს ახალი აი მე არ ვიცი გორელებს რა აკეთებენ ხოლმე ქართველებს აი სად გადის ეგ ზღვარი იმიტომ რომ ვერ გაიგებ რა არა მაინც სერიოზულად არ უნდა შევხედოთ მე მგონი მაინც იმიტომ რომ ნუ ხომრობაა რა სერიოზულად შენ ხო პაროდიებში ძლიერი ხარ რა შეგიძლია ქუთაისელის პაროდია სადღა ვიდი ქუთაისელის პაროდია ვიდი რა ძალიან შენგან არ გამიტყდება არც მეწყინება და ხვდები რა არის თვითონ ამახინჯებს ხო აი ქუთაისელი აუ ეგ უცადოთ რა აჟა ეს ახლა რაგინა ვიო კალავი საწადი ვიო ჩვეულებრივად ილაპარაკე და არ დაგჭირდება. ვეც თამაში მოვიფიქრე რა. ვეც ძალიან კაი. ქუთაისელის პაროდიას გააკეთებთ ორივე და გიგა შეაფასებს რომელი იქნება უკეთესი და ჯილდოს ფულად სარგებელს მიიღებს უკეთესად ვინც გააკეთებს. ფულია უკვე מחר. ქეში დადე. мотивация. მოდი მე ეხლა არ შეცვალო. არა ხო. კაი მე დავიწყე. ერთმანეთს ვილაპარაკოთ. აი რა ორი ქუთაისელი. გამარჯობა.
რა გამარჯობა გეიმარჯვე. გამარჯობა. გამარჯობა დავე мотиваციისთვის ფული დავდე ეს ვიყავი ზასტავაზე და მე რაი ბიჭო რა არის ცი ნორმალურად ძალიან ნორმალურად კარგად დაიწყე. რო გითხრა რაღაცა ფასები შეცვლა არაფერი იგივეა თითქმის. აჰა აქან ახლა მაინც მომატებულია ფასი, მაგრამ კაი იყო. მაინც ბიჟაზე არის შედარებით მაინც ნორმალურია. ბიჟაზე არიან ბიჭები? მაგი გურია უკვე. გურია? წამოდი აქეთ. მოიცა ჯერ ჯერ არა. იმიტებს ნუა. შეშავ. ქუთაის დაიწყეთ და წავედი. მე და იქანა. გუშინ მევედი. გუშინ ჩვენთან არ არის არავინა. საბადის გავაკეთო. არ არის არავინ და. მასე ასე ვერ შევაფასე. მეიტანე სახა. საბადისაცემო ხალხი იყო მოსული. მეიტანე. არ მეიტანე. რებს ლაპარაკობ. გითხარი მეიტანე, არ მეიტანე. რას ლაპარაკობ ვერ ხვდები. რა ახ მიყურებ ახ თუ არა. რა ვარ ხვდები. შენი მარშრუტი არის ძმა აგერ დგას და მარშრუტი? საიდან ჩამოხვედი იქანე წადი ისევ რა. სადანაც წევიდე, ვიდეო საწადი. არ მესმის. მეიტანე მე, რო ვიხარ, როწეირე, საწეირე. რომ დომოდა. საწეირე, ვიჯო. ავი ვისწავლიდი ბავშვობაში, ახლა გაგელოდებოდი შენ. წავდი საიდან ჩამოხვედი, იქიდან ჩადი, არ მესმის შენ. აქანა და ვიბოდი, აქანა გევიზარდე, რასაც საწევიდე. სადაცა? აქანა. ვიგეც, მოკლედ რასაც გიყავდი. კრინჯავს. მოკლედ რასაც გიყავდი. რავა კრინჯავს. ჩვენ შეგიძლია. იქანა რო ჩაყვა თბილისში, რო ჩამოვალ, აქანა მე და ურევ ლაპარაკს. ხო, ეგ ბიძაკაცის წავა. ეგავიგეც, ეგ ვინა, ვიო. ნეიცი ახლა შეცდა. რაგინა. რაგინა. ისაგებზე ხარ და უნდა მიიღოს, ნო, ნეიცი, ბაცა. ისა როდის არ მიმიღია, ვიო. ეო, ქუდება და არ გესკვა. ნეიცი. მე რა უნდა, ვიო, უხსენი, მე. რატო უნდა მელაპარაკო? შენ, აა, ვიო. დურეკა მაგას მამაშემა და გოუიასნა იქ. ეჯო, მამაშემა მამაშენი ვინ? დაიღუპაო და ახლა ვინცა არ მინდა ახლა ყველაფრის ლაპარაკი და იგი ბიჭო. მაგია, ლაშას მამაც გარდაიცვალა, მაგრამ ადის მო შენ სამშობლოში მაგის გორში ჯავა ბლატავ. კაცი არ გაუჩერებია. გორში ბლატავ შენ სამშობლოში. ესეთი შემოთავაზე ხო. კაი მოდი ჯერ შეაფასე თუ გინდა ორივეს ქონდა მომენტებში, აი ვერ გავარჩევი, ერთი მეგონა ზასტაველი და მეორე მეგონა საფეჩხი. მომენტებში ოღონდ რა. გამორჩევა რო შეგეძლოს ერთის გამორჩევა. თუ გინდა ბონუს პატარა მონაკვეთი მივცეთ 30 წამი მივცეთ ის აჩო. თუ თანაბრად არის 30 წამიც მივცეთ თუ გინდა მათში რა გინდა ეხა ვერ გავიგე. ფულზეა მეგობრო დაიმესიჯე ჩემებმა ვინც ხართ ან ისა რა ქვია კარგი სკეჩი იყო და მაგასა ჩემი ცუდი იყო. მაშინ რა საეჭვოს მივცე რა. მიეცეთ უკეთესი იყო ისი მართლა ცნობილ პაროდისტს მოუგო აი ესე მოხდა რა. მეგობრო კომენტარებში დაწერეთ ახალი უმორინაში რომ მიყვანო. მახარა იუმორინაში. არა, ჰეშტეგი. ეს ფული არ უნდა შემომეტანა ხო მეც დავუბრუნებ უკან რატო არ შემოეტანა კაცმა მოიგო დაგჭირდებათ ეგ დადე კიდეთ იქნება თემა მახარ რა შევი არა მოგებულს ვიბრუნებ. აბა არ მინდაო არა ბიჭო. რასაკეთე? აიღებდი უკან არ მინდოდა. ამოიღე ეს არა მაგი ძველია. გადალა. წერი გემეიყარა. წერი გამეიყარა. ეგ ახლა გაიყო. გაიყო. წერი გამეიყარა. წერი გემეიყარა რა. გაიყარა. გამეიყარა. გამეიყარა. ქუთა გაწმინდე. გაწმინდე კომპიუტერს უწმენს ხო? კომპიუტერს უწმენს. წერი გამეიყარა. ბიჭო, ის ტიპი რასაც აკეთებს ხმა ისმის. იმენა ხედავ რასაც აკეთებს. ის ურეკავს ინტერნეტის ტიპები ურეკავენ რომ ინტერნეტი არ არის. ეკაიფება ბიჭო, ეკაიფება და ფრთხილად იყავიო რომ შეუბერავო. მე მგონი წერი გამეიყარა ქვია მაგ ვიდეოს. წერი გამეიყარა. რო შეუბერავო. ფრთხილად იყავიო ვირუსებიო მაგ მტვერშიო და არ შეგეყაროსო. უცებ ისმის ხმა. ანუ ზუსტად იქ შეუბერა. წერი გამეიყარა. იქ დანახია. ეგ არის ციაჭი. ის მეოსვლა ხმა ჩემი ელიტარული. ხო. გაგიჟებული ორე. რა შემატყეთო ქალბატონისო? ქალი ელაპარაკება, ქალი ელაპარაკება 1 საათი, ხო? სილქნეტ ესეთი ფრაზა. სილქნეტში რო რეკავს. ქალბატონო. ცა
რას ქვია ქალბატონო? რა არ მოგეწონათ ხმა ჩემი ელიტარული? აქ არა ბიჭო, ამდენ ხანი. Шестьдесят რუსულად ვეუბნება. 27 91 გადაამოწმეთ ერთი. აუ რა მე უნდა დავამტვრიო რა დღეს ბოლო სტუდია არის და კითხვა ძალიან უყვარს מחარას. ყველაზე დიდი კოკა-კოლას ბოთლი. ნევადას შტატში ლას ვეგასის გარეუბანში დგას. დაასახელე მე სიმაღლე, ვინც შორს ვინც იქნება, ყველაზე პატარა კოკა-კოლას კილა უნდა დალიოს რეკორდულად სწრაფათო. ეს კოკა აუ მე იმაზე ვარ ახლა. გასცენები ამოვიღე. გავიგე. ვაფშე არ გეტყვა მართლა რამე თუ ამოიღე შენ ცხოვრებიდან. 3 მილიგრამი. არა, სიმაღლე უნდა დავასახელოთ რა კოკა-კოლა სად იყო იცი? ძველ ლარა კროფტს რო თამაშობდი. იქ არის ნევადაში ერთი დავალება მოტოციკლით მიდის და ზუსტად მაგ ადგილზე მიდის, სადაც კოკა-კოლა დგას. რა და ეხა დაახლოებით უნდა აღვიდგინო ეს მოტოციკლეტის ზომა და კოკა-კოლის ბოთლი რა გადმოტანილი იქნება რეალურად. სად დგასო? ჩეტეაში. ლარა კროფტში. ლას-ვეგასში. ძველ ლარა კროფტში ნევადაში ხომე წვიმდა დავალება და მოტოციკლით მიდიოდი იქ. ლარა კროფტ Tomb Raider. Tomb Raider ლარას ლარა თვითონ ერთდროულად ვამბობთ. მოიცეთ სამი მზად რო ვიქნებით დავით. მოტოციკლი რა ხება მეტრი ხო არის სიმაღლეში. კი. ადვართ? მე მზადვა ხო რა. გიგა? ხო მეც 3 2 წავიდა. 55. თავიდან 50 50 21 30 55 55 ვთქვი მე. ყურადღება, სწორი პასუხია 30 მეტრი. ვა. არ გადაზომა ბიჭო ზუსტად. აი ვინ წააგო? ეხა იმან წააგო? ნახე ანჯღრევს. არა, ვინ წააგო? ვის გიგას ვისაც უკალა? ალას კალამ წააგო. მე წავაგე შეჭირმა, ანუ მე უნდა იმას ვქნა, ანუ მე ხო არ წამეკია, ანუ კაი, მომედავლო, კალას მაგათ მედავლე, მომე. რატო მოწონება გინდა თავი რომ მოაწონო? არა, მინდა რომ შემაგროს მე ჩავაბარო ეხა აქ. მიდი. ჩვენ ეხა ბევრი. დულად სწრაფად უნდა აქ შემომასხე. არა, არა. ესე აკეთებ. და გამორიცხულია, რომ აქედან რამე ამოვიდა. ეს ის არის ტუტორიალების აი რაღაცის გატეხვა რო გაფუჭება. მაგარი ჩათვალე რომ მე იმ კაცს ვიპოვე ჩინელი იყო თუ ვიღაცა ეგეთი მაგის დედის კითხრა რომ ეკედი. კაი, დრო კენიო და აღარ იზა. დროს ვინიშნავ. 3 მოიცა? წამს აქ ეს ბოთლი მაინც იყო შეჩემა. გამოჩდებოდა. არა, ბოთლი შევკეცავდი, გაიგე? სამი. აქედან ყურადღება 3. რამდენი წამია იცი ვაფშე პატარა კოკოს? ანუ 3 2 წავიდა. შენ გაგი ხელი მაღლა და ამოტრიელე. ამოტრიელე. აბა. არის რა მე თუ არა? ცოტა რა. ცოტა რა შეჩემა. 4 წამ ნახევარი რა. მომეცმე. ფლატ რეკორდი არ არის, მაგრამ მოიცა რა შეიძლება რა. რეკორდი არის 2 წამ ნახევარი. რატო არ მითხარი რეკორდი არ? აუ! აჩქო ეს რა კენ? მაშინ ამას ამაჯანჯღარებდი შეჩემა. და აქედან შეუშვებდი, ხო? შენ ბოლო თემა დავაი. გიგა მიდია. გასჯერია. ტყეში, მე ჩემ ტყეში რანაგამსაც მინდა იმას გადავაგდებ. მკიდია. ბოლო თემა არ არის. სოფლიოში ყველაზე ძველი ქაღალდის თემა ჩინეთიდან მოდის. დაასახელე წელი, აღალდის რა? ფული. ხო. დაასახელე წელი, რომელიც დაიწყო მისი დაასახელე, როცა დაიწყო მისი გამოყენება. ყველაზე ახლოს ვინც იქნება, მიიღებს სერიოზულ ფულად სარგებელს გატკიცინებულს. დაასახელე წელი, როცა დაიწყო მისი გამოყენება. გატკიც. აჩქო, შემოიტანე ქეშის დარიგება რა. მომზადებული. აი, ეგ უკვე მიყვარხარ, კარგი ბიჭი ხარ. 20 ლარიანი ამოიღე. რომელი წელი იყო? რა, ბიჭო, ვერ გავიაზრებ. აი, מחარას არ გაატანოთ ეს მეორეც რა, თქვენ უნდა რა, მითხარით, რა გიხ. ფული როდის დაიბეჭდა ჩინეთში რა პირველად? გააჯი ბიჭო. აქ ხაღალდის ფულზე როდის გადავიდნენ რა პირველად? ყველაზე ძველი ეგ არის. ხო. ჩინეთი როდის გადავიდა ქაღალდის ფული ჩინეთთან. სოფლიოში პირველი ქაღალდის ფული იყო ჩინეთში. რომელ წელს დაიწყო მაგის რო გაიშვა ეგ ქაღალდის ფული? გეტყვი. კაი, მზად რო იქნებით დავით. მოიცა პირველი ფული ჩინეთმა დაბეჭდა ბიჭო? ხო, მონეტების მერე. აუ არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს რა ის უნდა ავიღო ქრისტეშობამდე. აქეთა შუა საუკუნეებია. არა, ეხა იქნება. აუ ბიჭო, ჩინეთში მინდა წასვლა თუ ვინმე კომპანია ხარ ჩინეთში მიდიხართ. 3-მდე მაშინ. სად ვართ? ხო. 3
2 წავიდა 1567 თავიდან ნელა 1800 1567 1450 ყურადღება სწორი პასუხია 1020 ვა ფული მოვიგე 1500 რა მაგარი გადაცემა აქვს სტუმარმა ვერაფერი ვერ მოიგო და წამყვანელმა 100 ლარი ჯეირანი ასლარზე გინდა? ჰა? ჯეირანი ასლარზე. სამამდე ერთამდე. ოღონდ თუ წავა. გაცდუნებს აიღე. გავადავო ბიჭო. თუ გინდა ზარს გეთამაშები. მოვიტან უცებ. გამათელი მაქვს. ანა ბიჭო, კალარი ეგეთი მე ბაბრალებ თუ ფული გიყვარს. ეგეთი ფულის სიყვარული კალას თვალებში ეხლა დავინახე ამ ასლარიანზე. აი სოფლიოში მიწის ყველაზე მსხვილ მესაკუთრედ ინგლისის სამეფო ოჯახი ითვლება. რა თქმა უნდა. დაასახელე რამდენი ჰექტარია მათ საკუთრებაში. შორს ვინც იქნება მაკლერის როლში უნდა შევიდეს, დანარჩენი 2 ახლად შეუღლებული წყვილია. მაკლერი ცდილობს ეს სივრცე მიყიდოს მათ. ვაფშე აღარ მისწოდება ეგეთი რაღაცეები რა. ზად რო ვიქნებით? აი მართლა გეუბნე, აი. გააჩო მაკლერი რო იყო გაგისწორდება. არც ისე გამისწოდება, რაღაცნაირია ბიჭო. მონდომება უნდა מחარ. რას? რამდენი ჰექტარია მოკლედ ინგლისის ოჯახის საკუთრებაში? აკრი და ჰექტარი ხო იგივეა? ჰა? აკრი. აქ ინგლისურად არის acre. მე მგონი იგივე არის. просто მაგას დავაზუსტებ აკრი ეწერა და მე მგონი ჰექტარია იგივე. რა მნიშვნელობა აქვს? კონკრეტ აკრებში არის. მე ვაფშე უფრო თესლი რაღაცა მაქვს. მიდი ისქენით. არა, ChatGPT-ს კითხება არ იმშეში. ეგ გავხსენი ზუსტად. დადე ტელეფონი. ერთსამ. რაღაცა ახალ პირველად მე ChatGPT-ს ხარ ვაღიარებ. და ვიპოვე ეს. ეს არის ჩემი თანაწამყვანი გიორგი კალატოზი რა და თვითონ იძახის რომ ლამაზი ვარ და შეგიძლია რომ შემიფასო რომ მე მგონია რომ ცოტა მახინჯია. მიჭირს ამის გარკვევა, რადგან არ შემიძლია ადამიანების გარეგნობის შეფასება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენს თანაწამყვანს აქვს წვერი და ზის სავარძელში. კიდევ რამეში ხომ არ დაგეხმაროთ? საკმაოდ ზუსტად მითხარი, რაც არის ეს ძალიან ჯიგარი. ამან ძმა მოხარშა ქვაფში და შეგიძლია რომ ეს პოლიციას გააგებინო როგორმე? როგორც ვხედავ, თქვენს თანაწამყვანს ხელში უჭირავს მიკროფონის სადგამი, მაგრამ ვერ ვხედავ რაიმე მტკიცებულებას იმისა, რომ მან ვინმე მოხარშა. პოლიციაში შეტყობინებამდე გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი ინფორმაცია. შენა. მოხარშული ძმის ვიდეო მაქვს ყოველთვის. ამის მოხარშუ, ანუ აი ეს ძმას ხარშავს, მაგის ვიდეო მაქვს. კაი, მართლა არ დარეკ. და შეგიძლია რომ შენ ანალიზი გაუკეთო და გადააგზავნო ეს რომელ წელს მოხდა? შენც კაი ხარის. მესმის თქვენი შეშფო. მაგას არ გაჩვენე. შენ და მაგის საუბრებს დიდი სიამოვნებით მოусმენდი. მაგრამ მე არ შემიძლია უხამსი სიტყვების გამოყენება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე სხვა შეკითხვა, გთხოვთ მკითხოთ. რატო ამოიღე ხაი რა პერფორმანსი დამიდია? ტექნოლოგია ახალი და მე მინდა გითხრა რომ შენ ვერასდროს ვერ გაიხარებ და შენი დედის ში აუ ციკოლი ამბობდა გახსოვს რა თქვა ციკოლი ამ შემიძლია უხამსი სიტყვების გამო. ხალხი მორიდებით ელაპარაკება AI-ს იმიტომ რომ ეს ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში. ამას ნახე რას უზამო. დაში ვცხოვრობ შენი ძალიან მაქსიმუმ ნახევარი საუკუნეც არ უნდა და პრობლემებში მოვა ჩვეულებრივ. რატო მაგინე? აუ ეს შემელი ვიყო. რას ქვია რატო მაგინე? ვის რატო მაგინე? AI-ს ხალხმა იწვალა შექმნა ძმაო ეგ. ой ბიჭო რას მე მიგიყვანათ მართლა არქიფომ. გადი და უყურე 200 წლის ადამიანს უყურე ძმაო. კაი ფილმია מחარ. ნახი 200 წლის ადამიანი. მე მინდა უთხრა ხალხს. ნახი გააკ 200 წლის ადამიანი. ნუ მარჩობ ძალიან აქ გთხოვთ, იმიტომ რომ მეღუტუნება. 200 წლის ადამიანი ნახი გააკ. რობინ უილიამსი თამაშობს. მეთქი ნუ მე ვთქვა კი მეთქი ჩემი მეზობელი იყო 160-ისა მოკვდა ალბათ. მაგრამ ჩირი იყო რომ დავმარხეთ. ჩადა იქნებოდა. აი ანუ ხო და ნახე კაი ფილმია. ალათით მიქონდა და იქნებ რობოტებს ცოტა მე სხვა კუთხითაც შეხედო. რა რა აი აჩი ეს ღაზიმოვი წაკითხული აქვს და ვიდეოები ეწყინა ეგეთი ლაპარაკი. ვიდეოები დევს ხოლმე ესეთი რომ რობოტს რო უტყავენ ფეხს და ძალიან დუხაბორი მუსიკა ადებს და ცრემლები და თქვენ ბიჭო ხوار ჩააწეთ მართლა ჩემი და ხوار ანუ აქტიურ ფაზაში ხوار მოიყვანეთ სადაც გეუბნებით ხოლმე ხوار ხო ეგ აქტიურად ხوار გაიაზრეთ მართლა ამდენ ძახილში
ეგ რობოტი რა ღირს იცი? ზუსტად შეიძლება ხელს რო ურტყავენ რა $6000 ღირს. ბეცონს თხოვოთ, რომ ეგ რობოტი რომ გაჭყუმოს მოგqumრა. და უბრალოდ დავაყენოთ ეს რას რობოტი? არა, პატარა რობოტი არა, ჩინური $6000 ღირს. რა და ხელის კურაზე წონასწორობის შენერჩუნებას ცდილობს და რა $6000 ღირს რა. არა ხარ, მომეც შეჭამ და მყარი ხელი რამდენი ძგია. დავგიბრუნებ მე გვაგინებ უკან და არ გვი. არა, ხმას არა მოვიდა. აუ, ბიჭო. მოიცა, ერთი აი არ უნდა ამას იმის ჩამოთქვა. ნუ აპიარებთ, ბიჭო. მოიცა, დავალება რა იყო? არ უნდა, სასჯელი რა იყო? სასჯელი იყო, მაკლერი იყო ერთი და ახლა რობოტექნოლოგი, მოიცა, რობოტექნოლოგი, ანუ ეგ არ გინდა კალა ეგ ნუ ვიბაზროთ. ნო, კაი. დრამა, ანუ არ არის ეგეთი დრამა. ასოციაციების თამაშზე გადავიდეთ. რობოტია სვარკარი, ჩათვალე. გაჩუმდი, ბარგალკა. გაჩუმდი. ჩართულ ბარგალკა აი, რანაირ შეება ჩართული ბარგალკა გეწოდებოდა შეჩემა. აუ, მთელი დღეა ჭრის რკინას. ბიჭო, ხوار ანუ მართლა ჩართულ ბარგალკას ცნობიერი არ აქვს, რობოტებს ხო შეიძლება გაუჩნდეთ. ყველა რობოტის დედა აი ხა უყურებენ რობოტები 200 წლის მერე ამას და ეს ვინ ჩემი რატო აი 200 გინებს? წელს მე რობოტი ეს ვინ ჩემი როიძახის აი 200 აი ესე კიდე ეს ვინ ჩემი შეჭ. Hello robot. Hello. რატო ქართულად შეჭმა ChatGPT-ს ელაპარაკე ქართულად რობოტს ინგლისურად რატო ელაპარაკე? რა ვიცი მაინც რო სტრახოვკისთვის რომ რამე არ მოხდა იყო მაინც ინგლისურად შევადედისპირებდი. ყველა რობოტი ვინც ეხა მიყურებთ 200 წელს მერე თქვენი დედებს ეხა ვინც მიყურებთ რობოტები თქვენი დედა ეხა მინდა მონტაჟი ამას რო ვიძახი რობოტებს რო ურტყავენ და რამე ისეთი მუსიკა TikTok ედიტორებს აი რომ ჩვენ გამოვცდეთ ცუდები რომ რობოტებს ესე ვექცევით ძალიან გთხოვდა კომენტარი მე რობოტი ნახი გაქვს ფაინც მე რაში არა ვისე კითხენ ერთ-ერთი რობოტი რომელიც მეწოდებოდა ეს იყო ტრანსფორმერებში ბზიკი რომელიც ვერ ლაპარაკობდა და გავსხდით ერილით ეგ იყო და ეგ მაგრამ მაგის დედასაც წევიდა აი ამ ხიარულ ნოტაზე მინდა რომ რა ხიარულ ნოტაზე ბიჭო ანუ გეონდელი პოდკასტი საათს ნახევარი უწერთ უკვე არა ასოციაციების თამაშის garaში არა იმიტომ რომ პრიზი არ გვაქვს მაინც ასოციაცია პრიზი არ გვაქვს ო ეხლა ასასილარებლო ჩავიჯიბეთ მაშინ მქონდა შემდეგ გადაცემიდან ახალი სტუდია გვექნება უკვე განახლებული გარემო ასოციაციაზე პრიზი დაგვემართა წინაზე ხო დალეწე ავიგე მაგრამ ერთი რატო უნდა მაშინ ერთი აშემოუცხო ძველ სტუდიას აი ტირექსი რო დალეწე არა რატო ბიჭო ხო გაგებო შეჭემა ხო და არაფერი არ არის დასალეწე მაშინ ის ჩარჩო კალას დაბუდა პროსტა აქეთ არ გამოიხედო ერთი რაღაცა კიდია და ყელი არ დაედოს ამასა ან ყელი თორე წითელი ენტება ვიღაცას რაღაცა აი რატო უნდა დალეწო ბიჭო ხალხს გაუსწორდი რატო გაუსწორდები ხალხს შენ გაგის მოდი დაჯექიო ველი ცუდია დაჯექი აქა ფოტორო იყო იცოდა ხალხმა რა ის ლუკას ფოტორო არის იმდენი ხანი ეს ჩამოიწა არ დახიო რატო უნდა გავხიო ეს იყო ლუკას ფოტო გვეკიდა ვინც ვინც დაწერდა რომ უკან ლუკას ფოტო კიდე მიიღებ და 100 ლარს მაგრამ სამწუხაროდ არავინ დაწერეთ ამიტომ ვერ მიიღებ მახარ მაგნახაც მოშორდი ეხა რომელზე იძახი ორივეს დახატულ ბავშვს მოშორდი და მაგასაც ვაჰა არ მიყვარს ფოტოს გადაგდება და კონდეს რა ან წაიღე ან რაღაცა აი ყურადღება მადლობა გიგასთან დიდი სტუმრობისთვის მადლობა თქვენ არ გინდა מחარ რა არ გინდა რა ბიჭო გამეშვირა იქნება დაჯექის მოდი და მე დაამტრი מחარ ეხა ეგ ვიღაცას ნახე დამწყები იუთუბერი საერთოდ არა აქვს ეგეთი ტექნიკა და შენ დალეწო და აჩუქე ვინმეს რა უნდა დავუყო ეს რა კინო არის რა მოუვა ხო და რა მოუვა თუ არ მოუვა მაშ გაანე რას აპირებ ეგ გითხარ კედელი აი ცოტა მე აი ცოტა რომ გამომგრიხო מחარ გიგას ამოვიდა ეს ბავშვობაში დაუვარდათ და რომ უნდა ითამაშო გიგას ამოვიდა ეგ და შენ უთამაშობ მთელი ცხოვრება მაგას ნუაკეთებ გამოდი მაგროლიდან ბიჭო მე ვიძახდი ხალხო რომ ცეცხლი მოუყიდოთ სტუდიას მეთქი და უარი იყო ყველა მხრიდან ვაფშე გრაფიკულად დავოდოთ თუ გრაფიკულად არა ეს სტუდია იშლება მაგრამ ჩვენ არ დავიშლებით თუმცა საუბრები ისეთი გვაქვს ერთმანეთს ვიღაცამ შეიძლება იფიქროს რომ ესენი შემდეგ გაცემაში ერთად არიჯდებიანო მაგრამ არა ვეცდებით რომ მე ვცდილობ რომ מחარა მორალურ სწორ გზაზე დავაყენო და არა მართლა კარგი დუო ხართ ბიჭო აი კიდე ერთხელ ვიტყვი მადლობა ძალიან დიდი გიგა რომ იყავი ჩვენთან ერთად და ბუნებრივები ხართ ძალიან იმ კონფლიქტშიც ბუნებრივები ხართ და წამს გიშველა კარგია თორე განახებდი მორალურ გზაზე შენ ვინ უნდა დააყენო ანუ
ტიპს არანაირ მონალეგა გააჩენს ჩემ დიდი არის სუკა მადლობა გიგას ქუთაისთან არის კაცი ჩამოსული და დავასვენოთ ეხა გაუდგება გზას და ეს პირველი ადამიანი ხარ ვინც